შესანიშნავი ქართველი მეღვინე იაგო ბიტარიშვილი ყავდა სტუმრად. ვისაუბრეთ ბუნებრივ ღვინოზე, ვისაუბრეთ იმაზე, იაგომ როგორ აღმოაჩინა იტალიასა და სლოვენიას საზღვარზე პატარა იმერეთი, ვისაუბრეთ ქართულ მევენახეობასა და მეღვინეობაში არსებულ გამოწვევებზე და რაც თავარია იმაზე, თუ რა ღვინო შეიძლება დალიოთ ახალ წელს. დავიწყოთ ჩვენი პოდკასტის ჩაწერა. დღეს ესე იგი ცოტა უჩვეულო პოდკასტი გვაქვს, იმიტომ რომ აქამდე ყოველთვის, როდესაც თავისუფალ მაგიდაზე საუბრობდით, ადამიანებთან, რომლებიც იურისტებთან ძირითადად კი ბატონო ესე შეგვიძლია ვთქვათ, რომელიც ადამიანის უფლებებზე, სამართალზე საუბრობდა, მაგრამ ყოველთვის საუბრობდით ბუნებრივი ღვინის თანხლებით და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება იაგო ბიტარიშვილი. მე ვიტყოდი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი მეღვინე, არა იმიტომ რომ ბევრ ღვინოს აწარმოებს და არა იმიტომ რომ ღვინოს აწარმოებს, არამედ იმიტომ რომ მან და მისმა მეგობრებმა შექმნეს აბსოლუტურად ახალი კულტურა, ან დააბრუნეს ესე ვთქვათ, ძველი კულტურა საქართველოში. ეს არის ბუნებრივი ღვინის კულტურა, რომელზეც ჩვენ ხშირად საუბრობთ აქ და როცა იაგოს თხოვე რომ მოსულიყო ჩვენთან სტუმრად თავისუფალ მაგიდაზე, უთხარ რომ აი მოდი წესებზე ვისაუბროთ ღვინოშიო და იაგო მითხრა თავარი წესი არისო, ღვინოს წესები არა აქვსო, ხო? მოკლედ ვისაუბროთ ღვინოში წესებზე ან უწესობაზე, რა ვიცი ესე ვთქვათ. თუ უწესობაზე არა, წესების არასწორობაზე უწესობა ალბათ ცუდი სიტყვა იქნებოდა. მადლობა იაგო, დღეს რომ შემოგვიერთდი და გონია რომ ძალიან ბევრ რამეზე შეგვიძლია ნათელის მოფენა. იმიტომ რომ აი როცა საუბრობ ხოლმე ადამიანები მხვდებიან და ღვინოზე რაღაცას მეკითხებიან ხოლმე და საუბრობ მეღვინის პოზიციიდან, მაგრამ ეხლა კითხვებს დავსვამ არა მეღვინის პოზიციიდან, არა მემანის პოზიციიდან, არამედ აი რიგით ადამიანებს ვაინტერესებთ რაღაცები როგორ ხდება, რა ჩვენთვის შეიძლება ძალიან ბუნებრივია ხოლმე და იოლად ვიცით რა არის ამაზე პასუხები, აი მარტივი პრიმიტიული კითხვებითაც ვიქნებ წარმოგიდგენთ. ეგ მარტივი და პრიმიტიული კითხვები ზირთად მე მექნება, უფრო მეტად, იმიტომ რომ მე ვერ ვერკვევი ამ ღვინოებში და ასე შემდეგ და მაგრამ ამ პოდკასტის კეთების ფარგლებში უკვე მეც ვისწავლე რაღაცები, 1-2 ღვინის გარჩევა, საყვარელი ღვინოები შევიძინე ასე შემდეგ, მაგრამ როცა ვლაპარაკობთ ხოლმე აი ღვინოს როგორ აკეთებს შვენოსაც თავისი ღვინო რომ აწარმოებს და ასე შემდეგ, ხო? ანუ არ ვიცი რამდენად უწესო და წესებიც არის, ეგეც წესია პრინციპში, მაგრამ იმდენი რაღაცის გაკეთება გიწევს, იმდენი მოვლა, შრომა, წვალება და ასე, რომ აი პირველი რასაც ვფიქრობ ხოლმე, რომ აი რატო უნდა გადაწყვიტო ამდენი რაღაცის ჩადება იმ საქმეში, რაც ხვებისთვის აბსოლუტურად ფარულ შრომად და ასე შემდეგ არჩება და ეგ არის პრინციპში. იმიტომ რომ ყველაფერს ამწუხებ მე ამ ბოტში და ეს დამწუხებული მე სხვებს უზიარებ. ღვინო ხოლმე ტექნიკური სიხე ხო არ არის რა. ემოცია, სინამდვილეში შრომა, ისტორია, იმიტომ რომ აი ყოფილა ძალიან ცნობილი ექსპერიმენტიც მინახავს, როცა ძალიან ზვირიანი ღვინოს ბოთში ჩაუსხამ ძალიან იაფიანი ღვინო და შეუთავაზებიათ კლიენტისთვის როგორც ზვირიანი და ის ყვება მთელი ემოციებით ამ ღვინოს. სინამდვილეში არსებითი ნაწილი თვითონ ბოთის უკან არის, ისტორია რომელიც მის უკან არის. მოკლედ დღეს ჩვენს ესე ვთქვათ საუბარს, რადგან იაგო ქართლის წარმომადგენელია, ესე ვთქვათ, მისი მარანი სოფელ ჩარდახში არის. შიდა ქართლში, დღეს ქართლის ღვინო გვექნება, ოღონდ არა იაგოს ღვინოს, შემდეგ სხვა პოდკასტში გავსინჯოთ ერთად. შერმა ესეთი საოჯახო მეღვინეობა არის, ქსოვრიცი სოფელი, იქიდან არიან, ბუნებრივ ღვინოს აკეთებენ, ეს ოჯახი, ეს ადამიანები და თავკვერს დავლევთ, საბას უყვარს თავკვერის ბურძენი და ღვინოები. შვენო გამასინჯა პირველად თავისი თავკვერი და აი თან ისეთი სიტუაცია იყო, არ ვიცი გახსოვს თუ არა ეგ ამბავი, მაგრამ ხო, აი თავკვერი მე ძალიან საყვარელი გახდა. მგალობლი შვილია ჯერჯერობით რომ ყველაზე მეტად მომეწონა, კი, აი რა ვიცი, საოცრება, ეგ რამდენჯერმე გქონდა უკვე ამ პოდკასტის ფარგლებში. მაგრამ ხო, თავკვერი არის ჯერჯერობით, აი რა კი ღვინო ემოციაო რო ამბობ, ხო, ანუ ძალიან კარგი რაღაცებს მასწავლებს. თქვენი ძახით რო ღვინოში ვერ ერკვევით. კი, ნამდვილად ეგრეა. ანუ როდის მიხვდებით რომ შეიძლება ერკვეოდეთ, იმიტომ რომ ღვინო არის იმდენად ემოციური ფაქტორი, რომ თუ კი ესეთ ემოციებს თქვენში აღძრავს, როცა არჩევთ უკვე შესაბამისად, ეს აბსოლუტურად საკმარისია იმისათვის, რომ ღვინის მოყვარული ბრძანდებოდეთ. ამიტომ მე ძალიან მიხარ, რომ დღეს თქვენთან ერთად სტუმრად ვარ. ნიდარწმუნებული ვარ, რომ იურისტებთან ძალიან საინტერესო საუბარი გქონდათ, მაგრამ ღვინოსთან ერთად საუბარი ღვინოზე დიდ ემოციას აღძრავს, რომელიც ახლა თქვენ სახსენეთ, თქვენ
ნამდვილად. საუბარში. ცოტა დეკანტირებასაც გავუკეთებ. არ არის ძალიან ძველი ღვინო, 23 წლის არის, 2 წლის არის. ახალ ღვინოთ შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ მაინც მე მგონი თავკერ ზოგადად უხდება ხოლმე მე მგონი გახსნა. ესე იგი ღვინოებს რაც მეორე სეზონი ჩაწერა დავიწყეთ, გვაწვდის ღვინის ბუნებრივი ღვინის, სახელმწიფო ბუნებრივი ღვინის ონლაინ მაღაზია 525 ლაინი, სადაც ბუნებრივი ღვინის შეძენა ყველაზე სწრაფად და ყველაზე იაფად არის შესაძლებელი. უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ხდება მიწოდება. მადლობა მათ ამ ღვინისთვის, ხოლო როცა დავასრულებთ პოდკასტის ჩაწერას ამ მაღაზიის სახელით, ვაუჩერსაც გადმოგცემთ და ერთი შეკვეთა, ესე ვთქვათ, შეგიძლია მაღაზიიდან გააკეთოთ. ეს შეიძლება ასე ვთქვათ, სიტყვად ძალიან ჩვეულებრივად ჟღერს ახლა თქვი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ რა ხდებოდა აქ 10-15 წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში ბუნებრივ ღვინოსთან და ზოგადად ღვინოსთან მიმართებაში, ეს ძალიან სასიხარულო ამბავია, რომ უკვე ცალკე საიტიც არსებობს, სადაც ბუნებრივი ღვინოების შეძენა შეიძლება და სახში მოგართმევენ, ანუ რამდენად წინ წავედით ამ მიმართულებით რა, ეს ძალიან სასიხარულოა, ამიტომ მადლობა ყველას, ვინც ამ მიმართულებით მუშაობენ და შრომობენ. საბა, შენ ზაგისხამ? კი ბატონო. დავიწყებ მე მთავარი კითხვით ალბათ, შორიდან უნდა ამოვყვეთ ამ ამბავს. ჩვენ კი ისტორიიდან, ხო? კი, დავიწყოთ იმით, რომ პირველი ყურძენი რა ფერის იყო და როგორ დააყენა სავარაუდოდ ადამიანმა პირველად ღვინო. აუ მე ვიფიქრე რომ მე-19 საუკუნეში მიდიოდი და შენ წახვედი ძალიან ღვინოზე ვლაპარაკობთ მე-19 საუკუნიდან არ უნდა დავიწყოთ. ანუ სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ კი ეგ უფრო საინტერესო კითხვაა პრინციპში. კი, ერთზე გვაქვს ესე ვთქვათ, მეცნიერული ცოდნა რა ფერის უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ პირველი ყურძენი და მე მუტაციით შეცვლილიყო ფერი და მეორეზე გვაქვს ვარაუდები, როგორ შეიძლება ადამიანს პირველად ღვინო დაეყენებინა. იაგო, შენ რომელი ვერსია შეგიძლია გითხრა ამასთან დაკავშირებით? ისევე როგორც ყველა ძალიან ბევრი რამ ბუნებრივი, ესაც დარწმუნებული ვარ, რომ ბუნებრივად მოხდა. მე მაინც იმეც ვიტოვებ, რომ ეს თიხის ჭურჭელში მოხდა, მაგრამ შეიძლება ეს სხვა ჭურჭელში ყოფილიყო იგივე ქვისგან გამოთვლილი რაღაცა ჯამში ან თასში ან ასე შემდეგ, სადაც ხდებოდა უბრალოდ ხილის თუ ბოსტნეულის შესანახად იყენებდნენ. და ერთხელაც დაიწყო დუღილი ამ ყურძენმა, რომელსაც ალბათ შეინახეს და გარკვეულ პერიოდს მერე მან დაიწყო დუღილი. ზუსტად ეს ტექნოლოგია გვაქვს დღემდე შემონარჩუნებული ამ ქვეყანაში. ეს არის ძალიან დიდი პლუსი, გაცილებით ყველაზე უფრო დიდი ვიდრე ის სამეცნიერო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ დასაბუთებული იყოს, რომ ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო, მაგრამ ეს უპირატესობა ყველასთან აგვაქვს. ვინმე თუ შეიძლება კიდე მომავალში რაღაცა თარიღებში, მევში ასე ვთქვათ, გამოყვეს და ახლოს მოვიდეს, აი ეს არის, რომელსაც ამ ქვეყანამ, ამ ადამიანებმა ჩვენ შეგვიძლია თამაყად ვთქვათ, რომ ამ მიწაზე ქართველებმა 8000 წლის განმავლობაში აი ეს პირველი მეთოდი, როდესაც შემთხვევით დაყენდა ღვინო, უწყვეტად, უცვლელად შემოინახეს დღემდე და ზუსტად ეს იყო მთავარი არგუმენტი იუნესკოს-თვის, ახსოვს, როდესაც ეს მოხდა წარდგენა, რომ ისინი ითხოვდნენ დასაბუთებას ამას, რომ ეს ამის წყვეტა არ მომხდარა როდისმე. ანუ ისინი არ აღიარებენ იმ ესეთ რამეს, როდესაც თუ გაწყდა ეს და რამდენიმე წლების ან საუკუნის შემდეგ ხელახლა დააბრუნებ, ხო? და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ესეც იყო, იმიტომ რომ სხვანაირად წარმოუდგენელი და თან ყველაზე მარტივია, თან ყველაზე ბუნებრივია. რაც შეეხება ფერს, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ნატურალური და ბუნებრივი ღვინის ფილოსოფია. მე და საერთოდ აი ნახეთ როგორ არის 1000 წლეულები ღვინო იყო რაღაცა ბუნებრივი პროდუქტი. მე ადამიანი დაჯდა ვიღაცები და თქვეს რომ აი ღვინო უნდა იყოს ესეთი ფერი. ну რატომ უნდა იყოს ესეთი ფერი არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ რაღაც თავის დასაბუთება აქვთ ამის. ღვინოს უნდა ქონდეს ესეთი არომატი. ღვინოს უნდა ქონდეს ესეთი გემო. და წავიდა მე ასე ვთქვათ ინდუსტრიალიზაცია მიმართულებით, რომ მაქსიმალურად აი ესეთი ფერის, აი ესეთი არომატის და ესეთი გემოსი ქონდეს ღვინო. განსაკუთრებით თეთრღვინოზე. ამისათვის გჭირდება ხშირ შემთხვევაში ძალიან ჩარევა, იქ მეღვინის ძალიან ჩარევა ჭირდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მიიღოს. ამიტომ არის რომ ძალიან ჩარჩოებშია მოქცეული ეს ყველაფერი, ძალიან ერთგვაროვანია.
ინდუსტრიულ ღვინოზე საუბრობ. კი ბატონო, როდესაც მაგალითად დიდ გამოფენებზე შეხვალთ, იქ თქვენ მარტო სამ ფერს იპოვით. ეს იქნება თეთრი, წითელი და ვარდისფერი. როგორც კი შეივიდეთ იქ გვერდზე ბუნებრივი ღვინის გამოფენაზე ან ფესტივალზე, იქ აღმოაჩენთ უამრავ ფერს. ბუნებრივ ფერს. ანუ რაც ბუნებრივად უნდა გქონდეს და არ ცვლიან ბუნებრივი მეღვინეები ამას იმისთვის, რომ ესე არის მიღებული ან ესე არის სტანდარტი. და შესაბამისად უფრო მეტი არჩევანიც არის, უფრო მეტი თავისუფლებაა, როცა საუბრობთ, რომ ღვინოში არ არის წესები, მე იმას ვიგულისხმევ, რომ ბუნებრივ ღვინოში პირველ რიგში რაც არის, ეს არის თავისუფლება. ეგეც წესია. ეგეც წესია, რა თქმა უნდა და აი ამ თავისუფლება გაძლევს იმის საშუალებას თქვენ როგორც მომხმარებელს, რომ მოусმინოთ იმ ბუნებრივ მეღვინეს რა განსხვავებულობაა, მაგალითად, თუნდაც მის მეზობელისგან აღარ არის საუბარი უკვე სხვა ქვეყანაში, უფრო ძალიან დიდი სხვაობა იქნება. მაშინ, როდესაც ამ ასე ვთქვათ, მასიური წარმოების ინდუსტრიული ღვინოები ძალიან ერთფეროვანია, ეს იქნება ავსტრალიიდან თუ ჩილედან სიტყვაზე. კი, რა თქმა უნდა, სხვაობა მაინც არის, მაგრამ ძალიან რაღაცა ჩარჩოებში ზის. და ეს თავისუფლება რა მეღვინის კი არა, საბოლოო ჯამში ღვინის თავისუფლება, რა ის იყოს როგორც უნდა იყოს. ეგ არის რაც ამ ბუნებრივ ღვინოებს ამ მრავალფეროვნებას ანიჭებს? კი ბატონო, ეს ერთ-ერთი ფაქტორია. ამიტომაც არის, რომ მაგალითად ბუნებრივ ღვინოში ჩვენც სადაც რასაც ვაკეთებ და ვარგანიზებთ, ასე ვთქვათ, სხვა ფესტივალებს ან გამოღვინებებს და საზღვარგარეთაც თითქმის არსად არ ხდება კონკურსები და შეჯიბრები. რომ მაშინ როდესაც შეიძლება მეღვინე ან საწარმო ერთმანეთს შეეჯიბრონ რაღაცაში, აქ ბუნებას აჯიბრებ ერთმანეთთან, რაც ცოტა არ იყოს, ასე ვთქვათ, უხერხულია. შესაბამისად, აი ეს მიდგომაც აქედან მომდინარეობს, რომ ბუნებრივი ღვინო არის ჩემთვის ფილოსოფია, ანუ ცნობიერება, რომ შენ ეს ამის გჯერა და ესეთი მოგწონს. არა მარტო ღვინო. საჭმელი, სასმელი, ბუნება, slow food-ის მიმართულება. slow food-ი და არა fast food-ი რა. და მე სულ ვიძახი და განსაკუთრებით ეს ახალ დამწყებებს მინდა ხომ რომ კარგად აუხსნე ის რომ არავინ არ გადავიდეს ამაზე, იმიტომ რომ დღეს შეიძლება ეს უფრო პოპულარული ვიდრე გუშინ იყო. იმიტომ რომ თუ შენ არ გჯერა იმისი, თუ შენ არ გწამს რომ და თუ შენ არ გიყვარს და მოგწონს თან რასაც აკეთებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმდენი სირთულეები შეგხვდება გზაზე და არც იმდენი და დიდი ბიზნესი არ არის ეს მე ჯერ მდიდარი ბუნებრივი მეღვინე არ მინახი. მაგრამ დიდრები არიან იმით რომ თავ იმისად საქმეს აკეთებენ რაც უყვართ. ამით არიან ბედნიერები, ხო? ხო ვიცით რომ ბევრი ადამიანი ვისაც ფული აქვს, მაგრამ ბედნიერი არ არის. მაგრამ ამ შემთხვევაში ბედნიერებას პოულობენ ზუსტად იმ საქმეში, რასაც აკეთებენ, იმიტომ რომ უყვართ. შესაბამისად, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა გადაწყვიტავ რომ ამ გზას დაადგე. აუცილებელი არის თავიდან უზომოდ შეგიყვარდეს, რა თქმა უნდა, როცა მით უმეტეს არის, შეიძლება ვენახი არ გქონდეს, მაგრამ როგორც კი ამას დაიწყებ მუშაობას ვენახში, ბუნებასთან შეხებას, ჩემთვის ყველაზე კარგი ბუნებრივი მეღვინე არის ცოტა გამიგზელდა. ერთი კითხვა დამისვი და სხვა ნაწილი. ეგ არის თავარი. ყველაზე კარგი ბუნებრივი მეღვინე არის ის, რომელიც მე ვხედავ, როცა ის საუბრობს თავის ვენახზე, თავის ღვინოზე, როგორ მუშაობს, როგორ ფილოსოფია, რომელიც ვატყობ, რომ გრძნობს ბუნებას. ანუ როგორ მუშაობს ბუნება, რა ბუნებრივი კანონზომიერებები არსებობს. ხო? არა ის რომ თეორიულად იცოდეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ შეიძლება საერთოდ არ გქონდეს ეს ცოდნა თეორიაში, მაგრამ აი ვენახში მუშაობამ, ყოველწლიურმა დაკვირვებამ, შენმა შეცდომებმა გასწავლოს ალღორასაც ქვია. კი ბატონო, გასწავლოს რომ ადრე საერთოდ არ იყო არც ინტერნეტი არსებობდა, არც წიგნები არსებობდა, მაგრამ ეს თვალის კალენდარი და რაღაცა მეთოდები იყო ბუნებაზე დაკვირვების შედეგად პირველ რიგში. და ეს ხდის და ეს კიდევ უფრო მოგწონს, რატომ? იმიტომ რომ მე ხვდები რომ შენ როგორც ადამიანი შენც ბუნების ნაწილი ხარ. ხო? როგორც კი ადამიანი თბილისში გადმოვიდა, კორპუსში ავიდა მაღლა სართულზე, ცოტათი დისტანცია გაუჩნდა და მაგიტომაც არის რომ დღეს ბევრი სამუშაო, რომელიც ოფისში ყოველდღიური რთული სამუშაო გაცილებით უფრო ვიდრე ფიზიკურად ვინც მუშაობს მინდა შეიძლება ბევრს აღნიშნია ეს მომენტი, იმიტომ რომ ის ბუნებასთან ახლოა და მის ადგილას არის იქ. მეტალური საკითხების გამოც პრინციპში, ხო. ეს სირთულეები რო თქვით, ხო,
ჩვენთან როგორც ღვინოს თქვენს სრული თავისუფლება გაქვთ რამდენიც გსურთი საუბრეთ. რამდენიც მინდა რომ დავლიო შეიძლება. კი, აბსოლუტურად. გაუმარჯოს მე ესე ვამბობ ხოლმე რომ ყველა პოდკასტში ვიმეორებ რომ ღვინომ შექმნა დასავლური საზოგადოება. ღვინის გარეშე სხვანაირი იქნებოდა დასავლური კულტურა და როცა საუბრობ დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე, ღვინოსთან ერთად საუბარმა მოიტანა ეგ რაღაცები მჯერა ამდენი საუკუნეების მანძილზე დასავლურ კულტურაში და მოგეთ ღვინოს და დემოკრატიას, ღვინოს და თავისუფლებას. კი ბატონო. სხვათაშორის ძალიან მნიშვნელოვანი რამე ერთი აღარ მახსოვს ვინ, მაგრამ ჩვენ ქართულ ტელევიზიაში თქვა ერთმა როცა ჟურნალისტი ეკითხებოდა ვინ შეიძლება იყოს და ვინ არიან ჩვენი მოკავშირეები როგორც სახელმწიფოსი და აი ფანტასტიკური პასუხი გასცა რესპონდენტმა და რომ დაუკვირდე ძალიან ბევრის მომცველია და ვინ არიან და ვინც ღვინოს სვავს. ის ქვეყნები ვინც ღვინოს სვავსო და რომ დაუკვირდე მართლა ასია რა. ვინც ჭიქას მოგიჭაფუნებს. ახლა ახლა ფერი ვიკითხე და ესე იგი ღვინის ყურძნის პირველი ფერი უნდა ყოფილიყო წითელი და არსებობს მოსაზრება რომ მუტაცია მერე განიცადა თეთრად და წითელი ღვინითაც დავიწყეთ დღეს აგერ ხო ეს არის მაგრამ ასევე საინტერესოა რომ ჩვენ ძალიან ხშირად როცა ლაპარაკობთ რომ საქართველოს რა ღვინის სამშობლო ჩვენ ახლა ვიცით აქ ვინც რა თავს გულისხმობთ ამაში გულისხმობთ იმას რომ მეცნიერულად დადასტურებულია რომ 8000 წლის წინ საქართველოში დაახლოებით 300 ლიტრი მოცულობის თიხის ჭურჭელში, რომელიც ძალიან გავს დღევანდელ ქვევრს და ალბათ იყო ქვევრის წინამორბედი, შეიძლება ქვევრი უწოდოთ თავად მასაც. პროტოქვევრი. ხო, რომელსაც ძალიან ლამაზი მოხატულობა აქვს, ანუ ეს რიტუალური ჭურჭელსაც შეიძლება გავდეს თავისი ვაზის და ჭუქურთმების მოხატულობით, იყო დაყენებული ღვინო. და ღვინო რო იყო, ეს ვიცით, ერთი ციფცით, რომელიც შიგნით იყო და მეორე მჟავით, რომელიც მის კედელზე იყო ღვინის მჟავით. ხო, ანუ ეს არ არის რაღაც მითი და რაღაც ეს ან წუწიბძა ჩავარდა ყურძნის ადრაც ხილის, არა, მჟავაც არის ღვინის. მაგრამ და იაგუწორად აღნიშნა მე ისტორია, რომ აქედან უწყვეტად გრძელდება ეს 8000 წელი, ანუ ის კი არის რაღაც 8000 წლის რაღაც ვიპოვეთ და მე ეხლა კიდე რაღაც გვაქვს, არა, ეს გაგრძელდა ეს ტრადიცია და აქ საინტერესო არის, რომ ეს ის პერიოდია, როცა ღვინო ვიცით უკვე და ქართველები რო არ ჯერ არ ვიცით. ანუ ერის გააზრება არ აქვს შეიძლება ადამიანებს მაშინ, მაგრამ ის ხალხი ვართ, ვინც აქ ცხოვრობ დღემდე, ეგეც ალგე დადასტურებულია კიდე, რომ ის ხალხი, ვინც ამას აკეთებდა, იმ ხალხის თავმოვლები ვართ ჩვენ ამ მიწაზე 8000 წელია. მაგრამ არანაკლებ საინტერესოა, რაც ბევრმა არ იცის, რომ ვაზის ის კულტურის ოჯახი, ვიტის ვინიფერა როგორც ვეძახით, ასევე არის კავკასიიდან, შავი ზღვისპირეთიდან წასული თელ დანარჩენ სამყაროში. ანუ სხვადასხვა მეცნიერული მოსაზრებით, ზოგი 5 ამბობს, ზოგი 10000-მდე ჯიშს ამბობს, რომელიც გამოიყენება თანამედროვე მეღვინეობაში. ალბათ უფრო ლოგიკური 5-ია და მე მისი ვარიაციებია შეიძლება ვთქვათ, შეიძლება ცოტა ნაკლებიც, მაგრამ ყველა ასევე არის ეს ვიტის ვინიფერას ოჯახი არის კავკასიის, აი შავი ზღვისპირეთიდან წასული. ანუ ვაზის სამშობლოც შეიძლება ვთქვათ, რომ არის სადღაც ჩვენთან ახლოს, ან ჩვენ, ესე ვთქვათ, მაშინ როცა ჩვენ როგორც სახელმწიფო არ ვარსებობთ, და არ ვარსებობთ ბუნებრივია. სახელმწიფო როგორც ცნება შეიძლება არ არსებობდა საერთოდ მაგ დროს კი არა, თუ როგორც სახელმწიფო წარსულში, როცა ვლაპარაკობთ. სახელმწიფო არ იქნებოდა. მე მაინც გონია, რომ აი როდესაც ახსენის ქვევრის მაგვარ ჭურჭელში და თავისუფლად შეგვიძლია ქვევრი ის ისეთი ლამაზია და უკვე ისეთი დახვეწილია, რომ არ შეიძლება რომ ეს იყოს პირველი ყოფილიყო. უბრალოდ ახლა ძალიან რთულია მოძებნო სად იყო, ასე ვთქვათ, უფრო ძველი, ამაზე მიდიოდა სამუშაოები და მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდე იქნება მომავალში ძალიან კარგი ბევრი სიახლე და ბევრი სიურპრიზი და არა მარტო ამჟამად მე ესე ვთვლი რა, ახლა აქ ამაზე საუბარი შეიძლება ნადრევია, მაგრამ არა მარტო ეხლა არსებულ ჩვენ საზღვრებში, იმიტომ რომ ეს რეგიონი გაცილებით უფრო დიდი და საინტერესოა. ნამდვილად ხო ირანში იყო აღმოჩენილი. მაგას ვიძახი, დარწმუნებული ვარ ის ადგილი, რომელსაც ეხლა ირანი გადაჭრილი გორაზე არის, ეხლა სადაც გვაქვს. ეხლა ძალიან ბევრი საინტერესო რამე შეიძლება აღმოჩნდეს. ერთ საინტერესო რაღაც წავიკითხე, სამეცნიერო პოპულარული ჟურნალი ესე დავარქვათ, რომ ზოგადად ცხოველებს იშვიათად ახასიათებთ საკვების გაზიარება ერთმანეთთან. ანუ როცა მოიპოვებენ, თავად მოიხმარენ ხოლმე. ცხოველს გააჩნია. და შიმპანზეებს ესეთ უცნაური რამ ახასიათებთ, როცა ფერმენტირებულ ხილს ჭამენ,
რომელიც ათრობთ მათ შორის ალბათ ყურძენის პირობითად, ისინი იწყებენ ამ ხილის სხვებისთვის გაზიარებას. სხვებიც გაბრუნდნენ ცოტა და უფრო სოციალიზაცია მოახერხეს. მარტო რო არ იყო მთვრალი. ხო. და აი რაღაც მე მგონი რაღაცით ამაშიც ღვინოს ამბავი ეგ არის ხო, ღვინოს მარტო კაცი ხო არ სვამს რა. ანუ კაცი რომ მარტო ღვინოს სვამს, იმას ღვინის მოყვარულს ალბათ ვერ უწოდებთ. ხო, ღვინის კულტურა გულისხმობს გაზიარებას, ემოციის, შთაბეჭდილებების. გააჩნია ღვინოს რისთვის იყენებ, იმიტომ რომ ღვინის დალევა იმის კულტურის ნაწილს გონია, რომ აი რაღაცა აი რთული დღე რო გქონდა და ასე შემდეგ რა, აი არავის არ ვარგინა ზუსტად. ხო, აბა ეხა ხო არ დათვრები და იმას იზავ ეხა ზომასაც აქვს თავისი მნიშვნელობა, მაგრამ მე ღვინოს არ ვხედავ აუცილებლად კომუნიკაციისთვის აუცილებელ ნაწილად რა. ანუ ღვინო შეიძლება იმისთვის გჭირდებოდეს ადამიანი, რომ შენ თვითონ შენს თავთან გქონდეს საუბარი რა. ანუ შენ თავთან კომუნიკაციაშიც გეხმარება გარდა სხვებისა რა. ეგრეც უყურებ, იმიტომ რომ მე მგონი ბოლოს ამ ბოლო პერიოდებში ეგეთი კულტურა უფრო წამოდი კოვიდის მერე განსაკუთრებით. რომ პირიქით, ანუ მარტო ადამიანები ხდებიან, იდებენ ასე ბოთლს და აი აგო დამეთახმება კოვიდის დროს იმდენად ძნელი იყო ეს მარტო ჩდომა. გასულს ონლაინ შეხვედრები იმართებოდა ღვინის მოყვარულების ზუმის кейპი ქონდათ ხოლმე. იაგომაც მასწოს მაშინ ღვინოებს დაარიგეს და ეს ვისაც იაგოს ღვინო ედგა წინ ონლაინ ჩართულები იაგოსთან ერთად სვავდით ამ ღვინოს ესე რომ სხვათა შორის ძალიან საინტერესო ამბავია ეს, როდესაც მარტო ღვინის დალევაზე საუბარი რაღაც პერიოდში თითქოს ისეთი იყო რომ რაღაცა სირცხვილად ითვლებოდა ასე ვთქვათ მარტო თუს დალევდი. თუმცა ამავე დროს უნდა ითქვას, რომ კომუნიკაციისთვის, მეგობრობისთვის, ემოციისთვის, სიყვარულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიღაცა ყავდეს. მაგრამ ყოველს ასე არ ხდება. სულ არ იყო ასე ვთქვათ ეს კულტურა, მაგრამ ჩემ წინაპრებში იგივე მამა ჩემთან, ან ბებია ჩემთან მაგალითად, საღამოთი ვახშამზე მათ სულ ჰქონდათ ეს კულტურა. აუცილებლად. და ძალიან ბევრი ვიცით ესეთი რა. ჩემთანაც ეგრე. ვით უმეტეს თუ კი შენ მიეჩვევი ამ ამბავს, იმიტომ რომ ერთი რომ ძალიან ბევრი რამისთვის არის თან განსაკუთრებით ეს ტრადიციული მეთოდი დაყენებული ღვინო, ეს საჭმის მონელებისათვის, კარგი ძილისთვის, მე რაღაც სადაგრძელო სიძახი შენ მარტო მიუხედავად რომ მარტო ხარ, რაღაცნაირად შენ ეხმარები რაღაცა შენს უკეთეს მომავალს, იმიტომ რომ ადრე გრძელებ, ხო? და თან საჭმელთან ერთად ირგებ ამას, ანუ მეტი რა უნდა გინდოდეს. თუმცა იმას ჭიქის მომჭახუნებელს არაფერი ჯობია. ნამდვილად, კეთილად. მოგეს, მოდი გავაგზავნოთ ახლა ჩვენ ცოტა ზევით ამოვიდეთ, ესე იგი ჩვენ მოუახლოვდეთ აქ 1000 წლის სიკეთაც. ეს თიხი ჭურჭელი, რომელიც ვახსენეთ მუზეუმში არის გამოფენილი, ვისაც ეროვნულ მუზეუმში შეუძლიათ ნებისმიერ დროს მივიდეს და ნახოს, იმიტომ რომ მართლა ძვირფასია ვიზუალათაც არიან ამაზეა. და ამის მერე ესე ვთქვათ, ეს ტრადიცია მოდის და მე-19 საუკუნის შუა პერიოდში დგება მნიშვნელოვანი ეტაპი მე მგონი ქართულ მეღვინეობაში, ახლა მიწისძვრების დაქვევრების დადეხვას გამოტოვებთ ამ არის პერიოდს და მე, მაგრამ როდესაც საქართველოში პირველად გადაწყვეტენ როგორც კლასიკურად, როგორც დღეს უწოდებთ, ილია ჭავჭავაძე ევროპულად უწოდებს ღვინის დაყენებას, ამას გადაწყვეტენ კახეთში, ჭავჭავაძეები, ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში. რატომ დაინტერესდა აქედან საზოგადოება, რომ იქნებ ისეთ ხوارგვესინჯა ღვინის გაკეთება. ევროპიულში რას გულისხმობდა ასე რა? ხო, აი მოდი ავხსნათ, ეხლა ეს ღვინის დაყენების მეთოდები, ესე ვთქვათ, თეთრ და ქარვისფერ ღვინოებზე ვსაუბრობთ. და მე ცოტა გზამკვლევით გავაკეთოთ წითელი ღვინის დაყენებაც როგორ ხდება, როგორ გავს ქარვისფერს, მე ცოტა ცხელა ღვინოებზეც ვისაუბროთ. და მე ამოვაგრძელოთ ზევით ისტორია. ხო, საინტერესოა, იმიტომ რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გაცილებით უფრო მოიტანა სიახლე მაშინ ჩვენთვის. იმიტომ რომ რაღაც მაშინ არ იყო დიდი კომუნიკაციის საშუალებები იგივე ევროპასთან, ხო? და ვიცით რამდენად აქტიურად იყვნენ ჩარეულები, ასე ვთქვათ, ფრანგები, ასე ვთქვათ, წინანდალში თუ მუხრანში და ასე შემდეგ. დასავლეთში, ხო. შესაბამისად, აი ამ რაღაცა იმ კულტურის ნაწილი რო ყოფილიყავით, რაღაცნაირად ეს სიახლე ჩვენც მიგვიღო. მე მგონი ყველაზე მეტად ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. რომელსაც ეხლა ხშირ შემთხვევაში საქართველოში ევროპულ ღვინოს ეძახიან, როდესაც ესეთ ტექნოლოგიით, ანუ კანთან შეხების გარეშე მხოლოდ წვენის დადუღება ხდება. მაგრამ
აი კახელებმა დაარქვეს ფანტასტიკური სახელი რა. ევროპულს ნაკლებად ეძახდნენ, ყოველ შემთხვევაში ეხლა შეიცვალა ბევრი რამ, მაგრამ ადრე იყვნენ, როდესაც ეძახდნენ ამ ღვინოს უდედო ღვინოა. ხო, ანუ კანთან შეხების გარშემო. რახან კანი არა აქვს, კანთან და მარტო წვენია. უდედო ღვინოს ეძახდნენ და აი თითქოს ერთი წრო შეიძლება მხატვრულად იყოს, მაგრამ იმდენი დედო ხო საფუარსაც ქვია. ყველაფერია რა. ბაზას რაზეც. მე რო პირველად ჩინურის დაყენება. მაწვნის დედო ხო არის მაგალითად. დედა. დედოს ეძახ. ჩემთან დედას. ალბათ ქალტში ახლა არ ვიცი, არ მომიძიებია მაგ ინფორმაცია, მაგრამ ალბათ ბოლო 70-80 შეიძლება 100 წელით საკამსო ქართლში ყოველ შემთხვევაში ჩინურს წესი იყო, ასე ვთქვათ, რომ უკვე კლასიკურად, ანუ ამ ევროპულად უდედოთ მხოლოდ წვენს ადუყებდნენ. აყენებდნენ. 2008 წელს როდესაც ჩემი ჩინურის ამ ჭაჭაკლერზე დავარგება დავიწყე, ჩემ ოჯახშიც კი ძალიან აი მამა ჩემი იყო მაგალითად გაოცებული, რას ვაკეთებდი, ვერ მიხვდა. და მე ერთ-ერთ ჩემმა ნათესავმა მითხრა, რომ დედაჩემის მამა, ანუ პაპაშენიც ესეც საკეთებდა და ბევრს არ მოწონდაო რა, იმიტომ რომ ეს ევროპული ერთად უბრალოდ სუბუქი და ესეთი ყოფილიყო და. ეხლა რატო გადავწყვიტე მე ჩინური სამჭაჭაკლე მეც ამ უჭაჭო და უდედო და კლასიკურ ანუ ევროპულ ჩინურზე გავიზარდეთ ხო ჩვენ ყოველ შემთხვევაში ყველანი იქ ქართლში და აი ისე უდედოსთან მივდივარ რომ ესეთი ტრადიციული წესით დაყენებული ღვინო ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ბუნებრივ ღვინოს როდესაც აყენებთ იმ შემთხვევაში ანუ რას გულისხმობ ბუნებრივ ღვინის დაყენების შემთხვევაში ჩვენ არ ხმარობთ საფუარს და ასეთ შემთხვევაში კანთან ყოფი ღვინო გაცილებით უფრო აქტიურად დოს ანუ გარანტირებულად ფაქტიურად ჩვენ გარანტია გაქვს რომ ის დადუღდება ბოლომდე მაშინ როდესაც უჭაჭოთ ანუ მარტო წვენი როდესაც ბუნებრივად დოს შეიძლება ისეთი წელი იყოს ისეთი ბაქტერია იყოს იმ პერიოდში ანუ საფუარი რომელიც არ იყოს ისეთი რეზისტენტული შეიძლება სიცივეებმა მოუსწროს დუღილის დროს და მაგიტომაც იყო ხოლმე რომ ხანდახან ისტორიულად ატენში მაგალითად გაზაფხულზე ისე დუღილს იწყებდა და ჩქეფარეს ეძახდნენ ხოლმე ასე თქვენ აი ეს იწვევდა ანუ ბოლომდე არ შლიდა ასე თქვათ იმ შაქარს მაშინ როდესაც ამ აი დაახლოებით უკვე რამდენი წელი გავიდა მე არასდროს არ მქონია როდესაც ტრადიციული წესით ვაყენებ ღვინოს რომ იქ ბოლომდე არ დადუღდეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმიტომ რომ უფრო სტაბილურია ესეთი ღვინო ხო მაშინ როდესაც ეხლაც გარკვეულ ძალიან მცირე ნაწილს მაგრამ ვაყენებთ ასე ვთქვათ ამ ევროპული წესით, ანუ უბრალოდ კლასიკური წესით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პრობლემები გვაქვს დუღილის პერიოდში. იმიტომ რომ რაც უფრო გრძელდება დუღილი, მე იქ სხვა პრობლემები მოდის და შესაბამისად წელს იგივე დამემართა მეც. ხო, არის, აი მაგას ვიძახი. ამავე დროს შემდეგ თვითდაწმენდა ხდება ძალიან კარგი ამ ტრადიციული მეთოდით როცა ხდება, იმიტომ რომ ეს ჭაჭა ნელ-ნელა მიდის ქვემოთ და ეს ბუნებრივი ფილტრაცია მიდის ფანტასტიკურად თუ იმეს უნახია. ახლა მე ღვინოს ყველასა გვაქვს ნახი, როდესაც ქვევრს ხსნი 5-6 თვის შემდეგ იქიდან ისეთი წმინდა ღვინო ამოდის, რომ მას არ შეიძლება რომ რამენაირად ფილტრაცია დაჭირდეს. ეს მეორე ფაქტორი, რომ უფრო ბუნებრივი იყოს. მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც მე გადავწყვიტე კიდევ რომ დიდი ხნის განმავლობაში ჭაჭაკლერზე დავარგება უფრო მდგრადი ხდის ესე ღვინოს და ნაკლებად ჭირდება გოგირდით დამატება ან სხვა კონსერვანტის გამოყენება. იმიტომ რომ ესეთ ნივთიერებები როგორც გადადიან კანიდან, კლერიდან, ფერმენტები, ფენოლები, ტანინები, მაღალი შედარებით ცოტა მაღალი ალკოჰოლი, ის ბუნებრივად უკვე მდგრადია და აღარ სჭირდება სხვა კონსერვანტები ან მხოლოდ რაღაცა მცირე რაოდენობით გოგირდით შეიძლება შემოიფარგლო. ანუ ფაქტიურად ჩვენ ფილოსოფიაში ჯდება და მაგიტომაც არის რომ არა მარტო ჩვენთან დღესდღეობით ევროპაში ძალიან ბევრი მეღვინე, ბუნებრივი მეღვინე ზუსტად ამ სკინ კონტაქტი, რასაც ქვია ჭაჭასთან კონტაქტით აკეთებს ღვინოს ამის გამო. ესე იგი ნახე რომ და სვენერისთვის რომ დავახარისხოთ ეს სისტემატიზება გავუკეთოთ ინფორმაციას, ესე იგი არსებობს ერთი მეთოდი, ეს არის კლასიკური მეთოდი, ეგეც წოდებული ევროპული, ქართულად ალბათ ევროპული, პირველად ილია ჭავჭავაძე მოწოდა თავის წერილებში ევროპიულს მაგიტო ხო, მე ილიამდენიც მივალთ. მისი დაყენება იწყება, ხდება, ესე იგი, ყურძენს რო დაწურავს ადამიანი და საერთოდ მოაშორებს კანს, მხოლოდ წვენი დადუღდება. აქ ეხა ნატურალისტები
მხოლოდ პირდაპირ აცლიან დადუღებას, შეიძლება ქარხნებში და ინდუსტრიულ წარმოებაში არანატურალისტებმა კულტურული საფუარი შეიტანონ, ან მანამდე გოგირდით დაწმინდონ და მერე შეიტანონ, მოკლედ ეგ პროცედურები სხვა არის, მაგრამ თავარი არის პრინციპი, რომ ევროპული ღვინო ნიშნავს ჭაჭის გარეშე დადუღებულ ღვინოს. მეორე არის, რაც ვისაუბრეთ, კახურ მეტწილს ეძახიან ხო ღვინის დადუღებას, რასაც ქართლშიც ასევე იყენებენ და გურამ დოჩანაშვილში კაცის თეატრში უყარდა არის ესეთი ეპიზოდი, რომ მოსალუცი გაკო ხო რაღაც წასაკითხი კი პირველ წიგნის წაკითხვის ბედნიერება აი ესეთია ვისაც იაგოს ღვინო არ დაგილებიათ მოსალუცი გაქვთ აწი შეგეძლებათ ეს გააკეთოთ მის ჩინურს გულისხმობ შესანიშნავია აი გამორჩეული აბსოლუტურად ხდება იმიტომ რომ ლაპარაკობ აქ რო იაგოა საბას ალბათ ჩემგანს მენი ამ შესახებ მაგაც არა ერთხელ ეს არის მეორე წესი თუმცა არის კიდე იმერეთში ჩვენ ვეძახით იმერლები იმერულად ღვინის დაყენებას რაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, რაიონში, როგორც ეძახიან იმერეთში, თვითონ ეს არის 10%-მდე ჭაჭის გამოყენება, ჩემთან ტრადიციულად ბაბო 30%-მდე ჭაჭას იყენებდა. სხვასწორებით რო ვთქვა, 105 ყურძენს თუ კი დავწურავდით, 70 იყო წვენი, 30 ჭაჭასთან ერთად გაშვებული იმავე ჭურჭაში ქვევში, ჭურში იმერეთში ჭურს ვეძახით, ეს უფრო ძველი სახელია, სხვადასხვა ჭური უფრო ძველია ვიდრე ქვევრი. და მასთან ერთად დადუღება და აი არასდროს იქაც პრობლემა დუღილის რეალურად არ მქონია. ძალიან გავს კახურს, ოღონდ ალბათ იმიტომ რომ იმერული ღვინოები უფრო მაღალმჟავიანია და კიდე ახამას მძიმე ტანინების დამატება ძალიან შეიძლება კიდე უფრო ბევრი წელი მოუგდეს ღვინოს მერე რომ დამგვალდეს, ალბათ ამიტომაც ესე 30%-მდე ჭაჭის გამოყენება იყო. ერთი რაღაც შევნიშნე ოღონდ ეხა რომ ანუ ეს გასაგებია ღვინის უშუალო დაყენების პროცესი, მაგრამ მე მგონია რომ ეს ბიოღვინის დაყენება ზოგადად რა ვიცი მოყვანას უძახი რატომღაც ანუ უფრო მანამდეც იწყება ხო ანუ და ძალიან ბევრი სირთულე უნდა იყოს და ძალიან ბევრი საკითხი უნდა იყოს თვითონ ამ ვაზთან მუშაობის ფარგლებში ანუ მე სასუქები კი მაგას ვამბობ რა ანუ აი სასუქები მაგალითად რამდენად არის დაშვებული თქვენთან ან რაღაცა მსგავსი მიხმარების რამდენ რა წილი აქვს ესე რომ ვთქვათ ბუნებას მიკროზონას და სასუქებს ესე დავახარისხოთ ესე არსებობს არ უძახი კარგი და ცუდია ესე არ მე არ უნდა გამიკოთ ეხლა რომ რაღაც ინდუსტრიული ცუდია ვიძახით და ბუნებრივი კარგია ჩვენ გვიყვარს ბუნებრივი შეიძლება ვიღაცას შეიძლება უყვარს ის არსებობს ეგრეთ წოდებული ინდუსტრიული ღვინო ანუ დიდი ქარხნები როგორც აწარმოებენ რომელშიც ასობით რაღაც შეიძლება მოხდეს და გამოიყენო ამ პროცესში რა ყველა თვალსაჩინო გოგირდის ამბავია ხოლმე როცა 200 მგ შეუძლია ქარხნამ გამოიყენოსლიტრში და შენ 40 გაქვს შეუძლია გაფილტროს, გაწეპოს. ანუ სტანდარტები მაინც არა, ხო რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი წესი არის, ოღონდ ეს წესები არის ბევრი შესაძლებლობაც, რაც შეიძლება გააკეთო ღვინოში. მეორე არის ეგრეთ წოდებული ბიოღვინოები, ხო? ორგანული. ეს არის უფრო ტექნიკური სტანდარტი, მაინც ესე ვიტყოდი რა. ანუ ფილოსოფიის კი არ გჯერა, შეიძლება ეს იყოს მარკეტინგულიც, ან იყოს მინდა ტექნიკური საკითხი, რომ ხო უკეთეს ყურძნის მივიღებ და უკეთეს ღვინოს გავაკეთებ, თუ ვენახს ბიოწესებით მოვუვარ. მესამე საკითხი არის ეგრეთ წოდებული ბიოდინამიური მიმართულება, რომელშიც შემოდის რაღაც ისეთი ნაწილობრივი ვიტყოდი რიტუალური და ნაწილობრივი ვიტყოდი ისეთი ქმედებები, რომელიც დაკავშირებული არის რაღაც რწმენებთან, მაგალითად რაღაც რქების გამოტენა და დამარხვა მიწაში, თქვა, სადაც ვაზი გაქვს და ესე შემთვარე და ასე შემდგომ, ხო? იქ პირველად მესმის საერთოდ. კი, ეგზამინი. რქების გამოტენა? კი, საქართველოშიც არის ამდენი რიც გამოტენა? ამ რქებს ტენიან როგორც მახსოვს ნაკელით ხო და ეს რის რქებია ბოდიში? ხარის. ხარის, ოკეი. ხო ძროხის. და მეოთხე ეს არის ბუნებრივი ღვინო. ანუ აი მაგალითად ბიოღვინო შეიძლება გამოიყენო ბიოკულტურული საფუარი. ანუ არსებობს კულტურული საფუარები, რომელსაც ღვინოში გამოიყენება. კულტურული საფუარი არის აიღეს შტამი და გაამრავლეს კულტურულად, ხო? რაღაც რომელიღაც კულტურული შტამი. ხო, სელექციის გზით. შეიძლება ეს გამოიყენო, ხო, არის ასევე აქაც ბიო და არაბიო ტექნოლოგია, რომელი გამოიყენება. და ბუნებრივ ღვინოში არ არსებობს კულტურული საფუარის გამოყენება. აი, ერთადერთი რასაც ჩარევას აკეთებს, მეღვინე შეიძლება გოგირდი, რომელიც იაგო მახსენა, 40 მგ-მდელიტრზე საერთო იქნეს გამოყენება. დანარჩენი შენ გწამს ფილოსოფიის, რასაც იაგო ამბობდა, რომ ბუნებასთან ერთად ქმნი პროდუქტს. და ეხლა უკვე ვენახიდან იაგო გააცილებს ალბათ უკეთესად ახსნა, საიდან იწყება ღვინო. კი, აი ბუნებას რამხელა წილი აქვს. ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც აი პირველად ჩემანაში მოვიდნენ იტალიელები. ეს პირველად მაშინ გავყიდე საზოგადოებრივ ღვინო და ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო საქართველოსთან ბუნებრივი ღვინის
რომელიც წელია დაახლოებით 2006 წელია ახსოვს ძალიან კარგად რა დამოიწყებს მაგას. სხვადასხვა დღემდე თანამშრომლობთ ამ კომპანიასთან და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის არა მარტო ჩემს წინაშე. ამეთ ქართული ბუნებრივი ღვინის წინაშე, იმიტომ რომ მაშინ ორი მარნის ჩემი სოლიკოს ღვინო წაიღო და იქ ძალიან დიდი რესურსი დახარჯა ამის ასე ვთქვათ წარდგენაში, გაცნობაში, არის იქ slow food-ი რაც როცა ახსენე, ორ წელიწადში ერთხელ უზარმაზარი ღონისძიებებს აკეთებს, ტერამადრა ერქვა, სადაც კონფერენციები, დეგუსტაციები მიმდინარეობდა და იქიდან მოყვა მე ამას ინგლისელი იმპორტიორი მაგალითად და ასე შემდეგ. ამიტომ ასე ვთქვათ, აი ამ მომენტს ეს მე ვფიქრობ, აი გადამწყვეტი მომენტია. მე როგორც კი ასე ვთქვათ, ადამიანებმა დაინახეს, რომ სადღაც ამის ინტერესი არის, უფრო მეტი мотиваცია გაჩნდა იმისათვის, რომ ამ მიმართულებით წასულიყვნენ. მაგრამ რატო ვახსენე ესენი, რომ ძალიან ბევრს საუბრობდნენ ვენახზე. წავედით პირველ რიგში ჯერ ვენახში ჩავედით და გთხოვეს რომ ვენახში ჩავსულიყავით. და მე როგორც ხვებისგანაც გავიგე ძალიან დიდ აქცენტს აკეთებდა ვენახზე, რომელიც სიმართლე გითხრა მაშინ ბოლომდე ვერ ხვდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ასე ვთქვათ ღვინოსთან ინტერესი და სიყვარული მაინც ვენახიდან დაიწყო, იმიტომ რომ ვენახი იყო ჩვენთვის ყველაფერი, შემოსავლის წყაროც იმ 90-იან წლებში და ასე შემდეგ. რაც უფრო წლები გადის, მით უფრო წმუნდები, რომ თუ გინდა კარგი ღვინო და კარგი ღვინო დააყენო, უნდა გესმოდეს, რას ნიშნავს კარგი ვენახი. ანუ მაქსიმუმ ჩვენ შეგვიძლია ვენახიდან წამოღებული ყურძენში ხარისხი შევინარჩუნოთ. გაუმჯობესების თვალსაზრისით გამორიცხულია. მაშინ როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ჩვენ მომხმარებელს ვაწვდით იმ ბუნებრივ პროდუქტს, რომელიც ვენახიდან მოგვავს მინიმალურად ან საერთოდ ჩაურევლად, შესაბამისად გჭირდება უკვე იქ გჭირდება მაღალი ხარისხი საწყისში. ხო? მაშინ როდესაც თუ კი ეს საწარმო მნიშვნელობის არის და საწარმოში ხდება ეს ყველაფერი, როდესაც მაგალითად ან საფუარს იხმარ ან რაღაც ის წაიყვანს ამ ღვინოს თავის მიმართულებით, ხო? მაგრამ შენ თუ ბუნებრივობაზე გაქვს საუბარი, რომ შეუცვლელი გემო მოვიტანოს შენამდე როგორც მომხმარებლამდე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და აქ იწყება მთელი ამბავი, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით ბუნებრივ და ნატურალურ ღვინოებაში, იმიტომ რომ რას ნიშნავს საერთოდ ყველაზე მეტად რაც გვიჭირს ჩემი სასრით დღესდღეობით საქართველოში, აი მარნებში კიდე უკეთესი სიტუაცია და ძალიან დიდი და წინ გადადგმული ნაბიჯებია, ეხლა ვისაუბრობთ ხო აგება, ამდენი გამოფენებია, ფესტივალებია, ასე ვთქვათ, აი ეს ღვინის ბარებია, უკვე ონლაინ მაღაზიებია ბუნებრივი ღვინის ანუ ძალიან კარგი მარნები გაჩნდა რეგიონებში, ისეთ რეგიონებში, რომლის აქამდე არავის არ ეჯერა, მაგალითად ეხლა გურიას ეს ყველა ხუმრობდა ამ ადესაზე და შესაბამისად ეხლა ნახეთ რა კარგი ჯიშებია. ძველი მივიწყებული ჯიშების აღდგენა მოხდა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მეტად რა სადაც გვიჭირს ჩემი აზრით დღესდღეობით არის ვენახი. იმიტომ აი რას ნიშნავს მაღალი ხარისხის ყურძენი და რა შეიძლება რა გავლენა აქვს ამას ღვინოზე, ჯერჯერობით არც ისე გითხრათ, არც ისე გამჯდარია ჯერჯერობით. კარგად ახარხლიან დიდ მოსავალს, კარგად ახარხლიან დიდ ტევანს, რაც სინამდვილეში სრულიად ეგ პირსეთ წყლით არ არის, ეგ დიდი. დღესდღეობით საქართველოში თუ კი გადავხედავთ ფასობს რა, ანუ ვენახი როცა გაქვთ, ხო? და შემოსავალია თქვენთვის ეს ვენახი. თქვენ რაც მეც გაყიდით, ხო, თქვენთვის მეტი შემოსავალია. და შესაბამისად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი დაასხმევინოთ მაგალითად ამას, ხო? ან რაც შეიძლება ნაკლებად გაბუჭდეს, შესაბამისად რაც შეიძლება ძლიერი პრეპარატები იხმაროთ ამისათვის და საბოლოო ჯამში ვიღებთ აბსოლუტურად განსხვავებულ ხარისხის ყურძენს, ვიდრე სჭირდება ღვინოს. ზოგიერთ ადგილებში და ქვეყნებში საერთოდ ამის მიხედვითაც დგება ყურძნის ფასი, რომ მაგალითად რამდენ კილოგრამ ყურძენს იღებ 1 ჰექტრიდან. რაც მეც იღებ, იქ მიშედარებით უფრო დაბალია მისი ხარისხი. ხო. იდეალური ალბათ არის ჰექტარზე 3-4 ტონა. შეიძლება მეტიც იყოს, გააჩნია ადგილს, ჯის და ასე შემდეგ. აი ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო, როდესაც პირველად მე მაგალითად მოხვდი იმ ადამიანებთან, რომლებიც ითვლებიან ასე ვთქვათ ერთ-ერთ ლეგენდებად, ასე ვთქვათ, ამ ბუნებრივ ღვინოში, სხვათა შორის ყველა მათგანი დედასთან ერთად აყენებს ღვინოს. აჰა.
ხო, ესენი არიან იტალიელები ან იტალიის გვერდზე სლოვენია. ერთი საზღვარი ან ვერ გაიგებ იქ ხან სლოვენიაში ხარ, ხან იტალიაში ხარ, მანქანით რომ მოძრაობ და ვიყავით იოშკო გრაუნერთან. ცნობილი. რომელმაც ქართული ქვევრები 2001 წელს წაიღო და ქართული წესით აყენებს ღვინოს და გავედით ვენახში და ვენახი არის აი პატარა იმერეთი. პატარა ეს გორაკები, შეფენილი ამაზე, ბუნებრივი გარემოთი, ეკოსისტემით, ღვინის გასინჯვა უკვე აღარ გინდა შეიძლება ითქვა, რომ იქ ხვდები, რომ ეს ძალიან კარგი ღვინო უნდა იყოს, რა, აქედან გამოგარგი ღვინო და იქით გორაკზე ვეკითხები, რომ აქ ესაც შენია თქო და არა, ეგო რადიკონის არის. ანუ რადიკონი მეორე ლეგენდაა, ასე. და ესე ახლოს ხართ მეტი გადაბმული, ვერ გაარჩევ ასე ვთქვათ, იქ ხო შემოღობილი არაფერი არ არის, ასე ვთქვათ და ფაქტურად ერთვენეს სივრცეშია. კიო ეს ჩემი ეზობელი და აქეთ მე ვთქვა ამ გორაკზე, იქით პრინჩიჩიაო, ანუ ყველაზე მეტად რაც მიყვარდა, ვისი ღვინოებიც მიყვარდა, თურმე იმიტომ მყარებია, რომ ეს ერთი და იგივე ვენახი ყოფილა ფაქტიურად. წარმოგიდგენია და აი ბუნებრივ ღვინოში გაცილებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე მაგალითად მივხვდეთ იმისა, რომ აგერ უკვე 27 წელზე მეტი ამ მიმართულებით მუშაობ, ჯერ კიდე მაინც იმ ჩემ ვენახში არ მაქვს ისეთი აშენებული ის ეკოსისტემა, რამაც ბუნებრივად თვითონ უნდა იმუშაოს, რომ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ყურძენი მივიღოთ, ხო? აქ რაზეა საუბარი? მარტო ხანდახან ისეთი მარტივი მიდგომაა, რომ ბუნებრივი მეღვინეობა ან ეკოლოგიური სოფლის მეღვინეობა არის ის, რომ შხამქიმიკატი არ გამოიყენო. კი, მათ შორის ესაც არის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რეალურად მაღალი ხარისხის პროდუქცია მიიღო. აი ზუსტად აი ეს ეკოსისტემა რაც ვახსენე იქ სლოვენიაში, ხო? ან ნახეთ როგორ არის ბუნებაში ყველაფერი რეგულირებული, თვითონ არეგულირებს ბუნება, ბალანს ეძახით ამას, ხო? როგორც კი ეს ბალანსი ირღვევა. და რით ირღვევა? რომ მაგალითად ერთ ადგილას ვაშენებთ ძალიან დიდი რაოდენობით ვენახს. შესაბამისად, იმ ვენახისათვის დამახასიათებელი მავნებელი და დაავადება გაცილებით უფრო დიდია და ბუნებას უკვე უჭირს მისი დაბალანსება. ანუ მონოკულტურას ბიომეურნეობაში ფაქტურად არ ცნობენ. რაც შეიძლება მრავალფეროვანი უნდა იყოს, ხო? ან ისეთი ასე თქვათ ეკოგარომოში უნდა იყოს. აი მე მაგალითად ერთის მხრივ მახარებს ის ამბავი ჩემს გარშემო, რომ ერთის მხრივ წინს, რომ სხვა ვენახები აღარ არის და მეორე მხრივ ჩემთვის პლუსი ის, რომ ასე ვთქვათ რაღაცა ეკოგარემო იქნება, იქ სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმები ჩნდებიან, რომლებიც ბუნებრივი მტრები არიან იმ მავნებლების, რომელიც ჩემ ვენახში შეიძლება იყვნენ, ხო? და აი ეს ყველაფრის ერთობლიობა ქმნის ანუ ვისაც ბუნებრივი პროდუქტი აქვს გასინჯული, ის მიხვდება რაზე საუბრობთ. ანუ აი მაგალითად ტყეში გასინჯულ ხილს ან მინდვრის მარწყვი ვისაც გაუსინჯეა, რასაც სხვა ენერგი ვერ შეადარებს, შეიძლება ძალიან კარგად გამოიყურება სუპერმარკეტში ეს პროდუქტი, მაგრამ აბსოლუტურად სხვა გემო აქვს. შეიძლება კარგიც არის, მაგრამ სხვანაირია. ტყეში არავინ არც აგრონომი ყავს იმ დღეს, არც მეცნიერი მუშაკები მუშაობენ, მაგრამ ყოველთვის ჯანსაღის მიწა. რატომ? იმიტომ რომ ეს ბუნებრივი კანონზომიერება არ არის დაღვეული, ციკლი არ არის დაღვეული, ხო? მაშინ როდესაც მეურნეობაში მეცნიერები ამდენი იწერება, ასე ვთქვათ, სულ პრობლემაა. ხო? ამ გამოფიტული ნიადაგების ახალ რაღაცებს იგონებენ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ამ დროს პირიქით არის შენ უნდა ეცადო, რომ ზუსტად აი ეს ბუნებრივი ციკლი არ დაირღვეს შენ ვენახში. რა თქმა უნდა, ჩვენ მაინც ვარ ღვევთ, იმიტომ რომ ადამიანები ვართ, ყოველ შემთხვევაში გამოგვაქვს მაინც ის ყურძენი იქიდან და ასე შემდეგ. სხლავთ ასე ვთქვათ, ხო, გველურად არ უშვებთ და ასე ბევრი რამეში ვერევით მაინც. მაგრამ თუ შეეცდები, რომ ეს ბუნებას მისცე საშუალება, რომ შენ მაგივრად რაღაც საქმეები აკეთოს, მას უკეთესად გამოუვა ვიდრე შენ. ხო, ეგ ბუნების მთელი არსი ხო ის არის პრინციპში, რომ რაც შეიძლება მეტად გაამრავლოს თავისთავად, იმას უნდა რომ კარგი ერთ-ერთი ვაშლი მოისხოს. კაცი არის იაგო მგონი იცნობს პაულინ კოფერი, შეიძლება გახსოვს, ეკოვილის ერთ-ერთი დამფუძნებელია და წლების წინ რაღაც შეხება ჰქონდა და სასუქებზე საუბრობდით, ხა ახსენა ნატურალურ მეღვინეობაში მინერალურ სასუქებს არ იყენებენ, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ბიოსასუქები. ნუ ძირითადად მაინც ეს არის ჟიჟა, გადამუშავებული რაღაც ნაკელი, ეს გადამწვარი და ეს შემდგომ. ოღონდ ისიც უჭირდება ხა, ხო ესე არ არის რომ ყოველწელს აყარო, ეგ არ არის კარგი და სასამნო და მან თქვა რომ
უბრალოდ 1 ჰექტარ მიწაზე თუ კი ის არ არის განადგურებული უკვე ამ შხამქიმიკატების მასობრივი გამოყენებით 10 ტონამდე ცოცხალი ორგანიზმი ცხოვრობს შიგნით. და ეს ცოცხალი ორგანიზმები პატარა ძალიან უხილავი თვალით დაწყებული მეგობრებო ჭიაყელა შეიძლება იყოს რაღაც სხვა ესენი იბადებიან და კვდებიან და ესენი მუდმივად ამდიდრებენ ამ მიწას. ანუ შენ სინამდვილეში თუ სწორად გაქვს აწყობილი ყველაფერი რაც იაგომ ეხა ისაუბრა არც უნდა გჭირდებოდეს იდეაში რაიმე მინერალურ სასუქზე ფიქრი რომ იქ შეიტანო. ეს არც უნდა დადგეს. ამიტომ ეს იგივე სიდერაცია შეგვიძლია. არა იმიტომ რომ არა მარტო იმიტომ რომ არ მოგწონს. უბრალოდ აღარ დაგჭირდება. გაცილებით უფრო ეფექტური მეთოდები გექნება წლების განმავლობაში შექმნილი იქ. ხო, აი ამ სცენარები რომლებიც გეხმარება რაღაცის მოგროვება. შე აზოტის მოგროვებას ხელს უწყობს მაგალითად მარკოსანი ლობიო. მათ შორის ლობიო. ზოგან უნდა იყოს დაბალობიოს ეცახებენ არში და რომ ზევით არ დააზიანოს ვაზი, ხო? სოია იგივე თქვა, ხო? ანუ ამასაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. აი მეთოდებს მარტო ბუნებრივი მეღვინეები კი არა, ეს ასე ვთქვათ მასიური წარმოების და ინდუსტრიული მეღვინეებიც მიხვდნენ და ძალიან ბევრი ახლა ევროპაში მაგალითად ამ მეთოდებს უკვე იყენებს, ხო? იმიტომ მაგალითად ბუნებრივ გაკორდებას, ხო? ნიადაგის რამდენიმე წლის განმავლობაში არ დამუშავებას, რომ იქ ფესვთა სისტემა განვითარდეს. იმიტომ რომ როდესაც ხშირად ხმარობ ამ ტრაქტორს რაღაც ნაწილზე კი შეიძლება აფხვიერ, მაგრამ რაღაც ქიმიის ქვედამ ნაწილი არის ძალიან დატკეპნილი. შესაბამისად იქ აერაცია, წყლის მიწოდება, ცოცხალი ორგანიზმების არსებობა ძალიან უფრო და უფრო ნაკლებია. როგორც კი რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ნიადაგს მისცემ იმის საშუალებას, რომ იქ ბუნებრივი კორდი ან შეიძლება უკვე თესავენ კიდევაც სხვა ბალახებს და ასე შემდეგ მისცე, რომ ბუნებრივად გაიზარდოს, ეს ფესვთა სისტემა მიდის სიღრმეში, ანუ ცდება იმ 15-20 სანტიმეტრს, რასაც მანამდე ტრაქტორით ამუშავებდი. ამ ფესვს მისდევს წყალიც, ჰაერის, ცოცხალი ორგანიზმი ჩდება, იმიტომ რომ საკვები უჩდება, ეს ცოცხალი ორგანიზმი გეხმარება შენ მის გადამუშავებაში, უფრო ეკოსისტემას შექმნაში და გაცილებთ უკვე სხვანაირ ნიადაგს იღებ იქ. აქედან გამომდინარე, შესაბამისად ჯანსაღ ნიადაგზე ჯანსაღი სცენარი იზრდება. ძალიან კარგი ინდიკატორია აი მაგალითად სოფელში თუ ვინმეს უნახია კარტოფილის ნათესი, მას ყავს კოლორადოს ხოჭო მავნებელი. ეს კოლორადო თუ ვინც არავინ ხო ბევრი არ არის დაკვირვებული ამაზე, მაგრამ ეს კოლორადოს ხოჭო გაცილებით ბევრი ყავს იმ კარტოფილის, რომელიც არის სუსტი. და ხშირ შემთხვევაში მეუბნეს გონია ხოლმე რომ ამ ხოჭომ დაასუსტა და არა პირიქით სუსტი რო არის იმიტომ უჩნდება და ბუნებაში ყველაფერი ესეა. შესაძლოა ამ ჯანსაღ ნიადაგზე ჯანსაღი მცენარე იზრდება, რომელიც უფრო რეზისტენტური და გამძლეა სხვადასხვა მავნებლების და დაავადების მიმართ. და შესაბამისად არც გჭირდება, აი რა და ნიადაგის განუყენებლისთვის ნამდვილად არ გჭირდება სასუქის გამოყენება, ქიმიური სასუქის გამოყენება. ზედ კიდე სირთულეები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, მაგალითად ჭრაკს როგორ ვებრძოლოთ, სიტყვაზე ნაცავს როგორ ვებრძოლოთ, გამოწვევა, მაგრამ აი ნიადაგთან დაკავშირებით ნამდვილად შეგვიძლია გაცილებით უკეთესი შედეგი მივიღოთ. აი ახლა ის ახსენეს პავლინკოფერი, მან მითხრა რომ მეღვინეობაში რაც მუშაობს გერმანიაში 1997 წელს მივიღეთ რომ გადაწყვეტილებაო სწორად ვიხსენებ თარიღს რომ გადავსულიყავით ორგანულ წარმოებაზე თვითონ ნატურალისტია თავად ეგ არ იყო განპირობებულიო ეკოლოგიური ინტერესებით თუ ეკონომიკური ინტერესებით ან უფრო იაფი გამოვა ჯამში მეურნეობის შენახვა ეკოლოგიურად თუ კი მიუდგებით ვიდრე უფრო ეკონომიური იქნება ეკოლოგიურად თუ კი მიუდგებით ვიდრე ისეთი არგუმენტები მოიყვა რაც მანამდე არ გვიფიქრია ქართველი ბიზნეს გეგმავს რა იქნება გაისად და ეს ადამიანები უყურებდნენ რომ მათ შორის ვენახი რამდენი წელი იცოცხლებს 20 წლის მერე ხო 30 წლის მერე უნდა ავჭეხოთ თუ შეიძლება 100 წელი გაძლოს ვენახმა და ეს სამწლიანი ციკლები რომელიც მე ახალი ვენახი ჩაყრა სჭირდება ამოსვლა გახარება მოსავალ ამგეს თვლიან ადამიანები და ამაზე ფიქრობენ და ეს კარგია იაგო შემდეგ კითხვა მაქვს დადგა მთელს ევროპაში რთული პერიოდი მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ვაზისთვის ვიტის ვინტერიასთვის რაც ვახსენეთ ეს არის ამერიკიდან ანუ გასაგებია რატომაც იმიტომ რომ ბუნებრივი მტერი ესე ვთქვათ ევროპაში არ ყავდა ფილოქსერას გავრცელება თუმცა ამავე პერიოდს უკავშირდება ჭრაკიც ასევე და რაც არის ხო ესეც ესე ვთქვათ ვაზის დაავადებებია ხო ვაზის დაავადებები რომელსაც ჰქონდა მედეგობა ამერიკულ ჯიშებს და არ აღმოჩნდა ევროპულ ვაზს ფილოქსერა განსაკუთრებით იყო დიდი პრობლემა და ეს საკითხი დღემდე რჩება იმიტომ რომ ძალიან ხშირად ბევრი მეღვინისგან და მევენახისგან გამიგია რომ რა თქმა უნდა საძირე პირდაპირ შემიძლია გავახარო
ლერწით ეგრეთ წოდებული, ხო, კალმით, ხო. ან გადაწვენით ასევე არის ეს მეთოდი, რომელიც გამოიყენება, როცა ძირი გამოგაკდა ვენახში, თქვა. აი, ამაზეც რო ორიოდე სიტყვა ვთქვათ, ამ მნიშვნელობა ქონდა ამას, ეს არ არის სასიამოვნო პროცესი შეიძლება, მაგრამ რა მნიშვნელობა დღესაც ამ ხნობას და თან ახლა ალბათ ეს აი კანონსაც მივედით, შეიძლება საინტერესო იყოს, რომ ახლა ინიციირებულია, მათ შორის ინიციატივა ნახავდი ალბათ, როგორც საქმის შესახებ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომ ვენახების გაშენებას სამეურნეო სახით შეიძლება გარკვეული ნებართვები დაჭირდეს. აქაც კიდევ მივდივართ ზუსტად იქამდე, რომ რამდენად ადამიანს უნდა ესმოდეს ბუნება, ხო? რომ აი იგივე მაგალითად каранტინის არსებობაც რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად მნიშვნელოვანია საერთოდ ბუნებრივი და ორგანული სოფლის მეურნეობაც დეკლარირებულია ზუსტად ისე, რომ შენი იყო ჩაკეტილი წრე, ასე ვთქვათ, ხო, შენ არ გჭირდებოდეს გარედან რამე ასე ვთქვათ ან შემოტანა. გრადი იყო მაგმართულებითაც და იმიტომ რომ მაგალითად აი ბიომეურნეობის გაჩენა რამ გამოიწვია, ასე ვთქვათ, ხო, ეს ცნები და საერთოდ ამ სტანდარტის დამკვიდრება და სერტიფიცირება. დაინახეს მეურნეებმაც, მეცნიერებმაც, რომ რამდენიმე ფაქტორი. პირველ რიგში გაუარესებული ეკოლოგიური გარემო, რომელიც ყველა ვხედავთ. გაუარესებული პროდუქციის ხარისხი და იქ შიგნით ნარჩენები. გემოს დაკარგვა, გამოფიტული ნიადაგები, ალერგიები ადამიანებში და სხვა დაავადებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საკვებიდანაც არის გამოწვეული. აი ამ მის გამო გაჩნდა ასე ვთქვათ იმის мотиваცია, რომ შექმნილიყო რაღაც ამის ალტერნატივა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ძველ ტრადიციულ გამოცდილებაზე და დამატებული იქნება თანამედროვე ცოდნა და გამოცდილება. აქედან გამომდინარე, აი ეს ჩაკეტილი წრის ამბავი საკმაოდ რთულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ეკოლოგიური სოფლის მეურნეობაში, ისევე ბუნებრივ მეურნეობაში. და ზუსტად ამის დარღვევამ გამოიწვია ის, რაც გამოიწვია ევროპაშიც და ჩვენთანაც. ძალიან დიდად სამწუხაროდ, იმიტომ რომ დღესდღეობით ევროპაშიც და ჩვენთანაც მე ყოველ შემთხვევაში ესე ვიცი, რომ მაგალითად რქით გახარება ვენახის და ვენახის ჩაყრა არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს შენამით კიდევ ერთხელ შეიძლება სტიმული მისცე ხელახალ გამრავლებას ინფილოქსერის, რომელიც სადღაც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეხლა პრობლემა არ იყოს, იმიტომ რომ მცირე რაოდენობით არსებობა მithumetes, როდესაც წარეზე გადამყნობილი, ამ ეტაპზე შეიძლება არ იყოს დიდად საფრთხე, მაგრამ თუ კი მასიურად დაიწყება ისევ, ასე ვთქვათ, ამ რქით გამრავლება, შეიძლება მან თავი იჩინოს ისევ. ჩვენ ძალიან გვიხარია ხომ ესე ღვინოებს ძირითადად გამოფენებზე სინჯავთ, რომელსაც 100-200 წლის ვენახები აქვთ და ესეთი ქვეყანა არის ჩილე, რომელსაც თავის საკუთარი ვენახის ჯიშები არ გააჩნია, ბაზის ჯიშები არ გააჩნია, ძირითადად არის ფრანგულები ან სხვა ევროპიდან ჩატანილები, უბრალოდ იქ ფილოქსერა ვერ შევიდა, იმიტომ რომ ბუნებრივი каранტინი აქვს მას ძალიან. აქეთ ხარეს ოკეანეა, მეორე ხარეს დიდი ანდებია, ქვემოთ გამყინვარებაა და ერთადერთი ზემოთან არის, რომელიც არ მოხდა ისე, რომ ასე ვთქვათ, იქნა მოხდა რამის შეტანა, ასე ვთქვათ, ხო? არგენტინაც ხომ ასე უნდა იყოს სისტემაში. უფრო გაშლილია და უფრო არგენტინა უფრო არის აღმოსავლეთით. ხო. და ჩილეს იქეთ მხარი აქვს მათ შორის. ხო და ანუ როგორც აღიწერა, ხო, აქეთ მხარეს ანდები, იქთან მხარეს ოკეანე, არგენტინის იდეაში იგივე ოღონდ პირიქით აქეთ არა პირდაპირ ოკეანეს ესაზღვრება. პატაგონია არის ზუსტად անդებსა და ოკეანეს შორის. სხვებსაც ესაზღვრება არგენტინა, არა მარტო ოკეანეს. და ეს ფაქტურად მოსაზღვრები იყოს ეს ბუნებრივი ასე ვთქვათ ბუფერული ზონები. და ეხლა ძალიან ძნელია ეხლა შეადრო, იმიტომ რომ ფაქტურად აღარ აქვს ჩვენ საშუალება გავსინჯოთ, ასე ვთქვათ. როგორი იყო, ხო, და თან ეხლა ერთხელ გასინჯო ხო არ არის საკმარისი, ხო? რაღაცა ვერტიკალური დეგუსტაცია უნდა გქონდეს ამის საშუალება, რომ შედარება მოახდინო. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ბუნებრივი ფილოსოფიიდან, ასე ვთქვათ, ამ ბუნებასთან ბუნების როგორ მუშაობს ბუნება იქიდან გამომდინარე, დარწმუნებული რომ გაცილებით უკეთესი გემო გქონდა ტრადიციული წესთან ბუნება. ოდნავ სხვანაირი მაინც. ხო, ოდნავ სხვანაირი მაინც იქნებოდა. უბრალოდ დღეს აი ამის გამო ჩვენ ვეღარ ვაკეთებთ ამას, რომ ხო, უფრო დიდ რისკს აყენებს სხვა რაღაცებს. ხო, ანუ პირდაპირ კანონითაც არა. კანონით აკრძალულია კი ჩვენთანაც. აქედან გამომდინარე ეს საკმაოდ
ბოდიში რა არის განთავსებული? რომ არ შეიძლება დაუმყნელი ვაზის, ანუ საძირეზე იყოს ვენახის საბირეზე ვაზი ჩაყრილი, რომ ფილოქსერა ვაზის ძირს აზიანებს. ან ეს ამერიკული საძირე რა არის შედარებით უფრო მწარე, რომელსაც ეს ფილოქსერა ვერ ჭამს. არ უყვარს. და შესაბამისად მასზე დამყნობილი უკვე შენი რქა ხარობს და უნებელია წლების განმავლობაში. მაშინ როდესაც რქას ჩაფლა მიწაში, რომელიც ისევე ინვითარებს ფესვს და ტრადიციულად 1000 წლების განმავლობაში მასე ხდებოდა ვენახების გაშენება, იმას ანადგურებს. ეხლა ერთი კითხვა უნდა დაგისვა, რომელიც შეიძლება მე რო ამ კითხვას ცოტა ესე სასაცილოდ მოგეჩვენოს, მაგრამ მე მგონი ბოლო წლებმა რაღაც ახალი შექმნა, აი წახან ახსენე ძალიან ბევრი ფესტივალი უკვე საქართველოში და რამდენიმე დღის წინ იყო იმერეთში მათ შორის ამერიმერი ხო ფესტივალი და ამ ფესტივალზე ვიყავი ორმაგად ბედნიერი, იმიტომ რომ ის ადამიანები ვნახე მოსული ჭიქით ღვინის გასასინჯად, რომლებიც 10 წლის წინ, 5 წლის წინ დასცინოდნენ ამ პროცესს მთლიანად. ანუ ადამიანების ნაწილმა დაიწყო გაცნობიერება, რომ ღვინოში ალკოჰოლი კი არ უნდა ეძებოს, გემო უნდა ეძებოს და რაღაც კიდე სხვა რაღაცები იპოვოს შიგნით და ეგ მიხარია და მახარებს. მაგრამ და ამ ადამიანებმა მათ შორის დაიწყეს ის, რაც დაიწყო თავშოზე სოლიკოს ვახსენეთ ეხან და სოლიკოს საშვილზე არის ლაპარაკი, შეიძლება ბევრმა იცის, ბევრმა არ იცის ადამიანი, რომელმაც აიწოდ იმ პირველი თაობის ნატურალისტების, ესე ვთქვათ, ღირსეული წარმომადგენელი იყო, გარდაცვლილია ეს ადამიანი, რომელმაც ქალაქიდან წავიდა სოფლად ბაკურციხეში და დაიწყო ბუნებრივი ღვინის წარმოება. ერთ-ერთი პიონერია იაგოსთან ერთად გარაჟიდან წავიდა. ამის თქვა მინდოდა. თავად ამბობდა ხოლმე, რომ ანუ გარაჟის მეღვინეები არ არიან ცუდი ხალხი, იმიტომ რომ გარაჟიდან იწყება რაღაც მე რო უფრო მეტი წინ წახვიდე და აი ამას ხედა უკვე ბოლო პერიოდში, რომ გარაჟში რო ღვინოს აყენებდნენ მანამდე, ეხლა ცდილობენ გარაჟში სხვანაირად დააყენონ ღვინო, ან ნაბიჯები გადადგან წინ. მაგრამ ამის მიუხედავად რჩებიან ადამიანები, რომლებიც დღემდე ფიქრობენ, რომ შაპტალიზაცია, როგორც უწოდებთ, ანუ შაქარზე ღვინის გაკეთება მოსულა და ეგეც ღვინოა. აი ამაზე რო რა არის ეს ღვინო, რა ვიცი, აი თუნდაც მოუყვეთ ისტორია, ხო როგორ დაიწყო ეგ ისტორია, ხო შაპტალი ხო ფრანგი. მე ხლა არ მახსოვს მანამდე როგორ იყო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ. რატოღაც მჯერა რომ ეს ყველაფერი ჩვენთან საბჭოთა კავშირმა მისცა ამას რაღაც. შაქარი გახადა იაფი ეგ იყო თავარი, ხო? სხვა ყველაფერს თავი დაუნდა და კიდე რა გახადა ამან, გახადა ის რომ რეგიონებში, ისეთ რეგიონებში განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში დიდი ნაწილი ვენახების მაგივრად გაჩნდა სხვა კულტურები, იმიტომ რომ დიდი სახელმწიფო იყო, ციტრუსი, ჩაი და ასე შემდეგ. და შესაბამისად უფრო და უფრო შემცირდა. კერძო მიწები ისედაც ცოტა დასავლეთ საქართველოში, იმიტომ რომ რელიეფის გამომდინარე ისედაც ცოტა ჰქონდათ, საბჭოთა კავშირის კოლმეურნეობის შექმნის შედეგად ჩამოართვეს ეს მიწები, დარჩა კიდევ უფრო მცირე მიწები, ანუ ფიზიკურად ამ ვენახის მოყვანა უკვე გახდა, ასე ვთქვათ, პრობლემა. შესაბამისად, ვინაიდან ღვინის გარეშე ქართველი კაცი ვერ ძლევდა, რაღაცას ცდილობდა, ასე ვთქვათ, გამოსავალი ეპოვა აქედან. მე ეს თეორია, ამ თეორიას ვემხრობი, ასე ვთქვათ, რომ საბჭოთა კავშირის მიერ არის გამოწეული ეს. იმიტომ რომ დღესდღეობით ეხლა მე ვფიქრობ, რომ უფრო და უფრო ნაკლებია ეს ამბავი. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ რჩება სამწუხაროდ, ალბათ განსაკუთრებით რაიონებში და სოფლებში, მაგრამ როგორც კი ეს ბალანსი შეიქმნება, მიწოდება მოთხოვნილების, ანუ ყურძნის და ხალისხენის. ეხლა ხო პირიქით ის ბალანსიც არის, ესე ვთქვათ, უფრო მეტია ყურძენი, ვიდრე არის. ხო, ჩაბარებაზე რო წალობენ ხოლმე ყველა. ეხლა რეგულაციები შემოაქვს მაგისთვის კანონში, რომ კი, არის ეს, მაგრამ აი ცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია და კულტურაც მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ. ამ ფესტივალს წყლის დამატება. აი მე ვერ ვაგებინებ ბევრ ადამიანს, რომ ღვინო რო არ დამეწვეს, წყალი უნდა დავამატო. უხნი რომ რას გულისხმობ დაწვაში? ალბათ გულისხმობენ ან რკინის კასი, ან დაჟანგვა, ხო, პირობითად, რკინასთან კონტაქტით, ან ჟანგბათან კონტაქტით, რომ უხდება ღვინო. და ეს არის გავრცელებული მითი, რომ წყალი უნდა დავამატო ღვინოს, რომ ეგ არ მოხდეს. აი ცვენია ესეთი მოსულა თქვენთან ესეთი კითხვებით. ძალიან სახალისოა ხოლმე, როდესაც მაგალითად სოციალურ ქსელში არის ჯგუფები და იქ ვიღაც რომ რაღაცას წერს, იქ კომენტარების კითხვა არის, ასე ვთქვათ, აი ცალკე პოპკორნი უნდა დაიდგა გვერდზე და იკითხო ეს კომენტარები, იმიტომ რომ ძირითადად აი ეს ძალიან ფიგურირებს ეს ამბავი, იმიტომ რომ თუ დაამატებ რისგან არის ეს გამოწვეული განსაკუთრებით კახეთში, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, როგორც არის, სადაც ძალიან მაღალ შაქარს აგროვებს.
ყურძენი მაგ შემთხვევაში ხშირად მისი დადუღება ხდება პრობლემა ან რატო ხდება პრობლემა იმიტომ რომ რა არის ასე ვთქვათ ალკოჰოლი ხო შაქრიდან წარმოიქმნება ალკოჰოლი დაახლოებით რამდენიც არის შაქარი იმის ნახევარი ცოტათი მეტი წარმოიქმნება ალკოჰოლი რაც უფრო იზრდება ეს ალკოჰოლი მით უფრო ებრძვის ამ საფუარს და კლავს საბოლოო ჯამში ანუ თუ კი იქ ძალიან მაღალი შაქარი გექნება ძალიან მაღალი ალკოჰოლი რომელიც პირველ რიგში ძალიან მალე გათრობს და ვიღაცებს ეს არ მოწონს ან როგორც მინიმუმ ასე ვთქვათ ეს მაღალი ალკოჰოლი მოკრავს იმ საფუარს და დაგრჩება ნარჩენი შაქარიც ასე ვთქვათ და არც ეს არ მოწონთ შესაბამისად ამის გასანეიტრალებლად რაღაცა არსებობს ესეთი მითი მე მეცვეძახი რომ ამას ყველაფერს შეიძლება წყალმა უშველოს. საფუარს გაუხარძლოს სიცოცხლე რომ მეტი შაქარი გამოვიდეს ალკოჰოლად, მაგისთვის ამატებენ წყალს. და ნაკლები ალკოჰოლი მიიღო, კი. თუმცა ამის ესაც გამოწეულია ზუსტად იმით, რა გამოიწვია ეს მარტო იმ არა რომ მაგალითად როგორც რეგიონებში ადგილებში უფრო მეტ შაქარს აგროვებს. გამოწეულია იმით, რომ ყველა ადამიანი ელოდება ყველა არა თუ არა უმრავლესობა კახეთში ეგრეთ წოდებულ ჩაბარება, რასაც ქვია. და ეს ჩაბარება იწელება. კი. ხო, ან რიგებია, ან ფასი არ მოწონთ, ან ეს არის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, პრობლემა დღეს მე თუ მკითხავ. და შესაბამისად, რაც უფრო დიდ ხანს გაქვს დასაკრეფი, მით უფრო მაღლა ადის ეს შაქარი. მაღლა ადის ეს შაქარი იქ შემთხვევაში სიმჟავეს კლებულობს, მე ამ სიმჟავეს დაკლებულ სიმჟავეზე თუ კიდე უფრო წყალს დავუმატებ, კიდე უფრო წყალ ხდება ეს ყველაფერი. ანუ თუ დროზე დაკრიფავ მას არანაირი წყლის დამატება არა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა წყლის დამატება. მაგრამ პრობლემებსაც არ გამოიწვევს. ხო, პრობლემებსაც არ გამოიწვევს, მაგრამ ვინაიდან ადამიანები ელოდებიან რომ რაღაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღონ, მანამ ფასი დადგინდება, მანამ მე რიგები მოწესრიგდება, მანამ კრეფავებს იშოვიან და ასე შემდეგ, ამაშფაში მიდის დრო, შაქარი მიდის მაღლა და შესაბამისად ეს ჩამოყალიბებული სტერეოტიპი. ამიტომ მე არ ვიცი ახალი ინიციატივის ამბავს რაც შეეხება ამ ვენახების გაშენებას მე ზოგადად აი კატეგორიული წინააღმდეგობა ნებისმიერ რეგულაციის რა მე თავისუფლება მე ვთვლი რომ თავისუფლება ყველაზე დიდი ნახტომი ქართულ ღვინოში მიუხედავად ჩვენი პრობლემებისა მიუხედავად ჩვენი სირთულეებისა მოხდა ქართულ ღვინოში აი ჩვენ მიცხოვრეთ ოქროს ხანაში მე ესე ვთვლი რა რომ საბჭოთა კავშირის მერე ხელახლა დაიბადა ნამდვილი ღვინო საქართველოში ხელახლა მოძებნა თავის ადგილი ისეთ ადგილებში რომელსაც ქვია ევროპის ბაზარი ხელახლა გაჩნდა კულტურა ჭიქაღვინოზე ერთმანეთთან საუბრის ბოთლში ღვინის ჩამოსხმის ღვინის ბარების ფესტივალების ახალგაზრდების დაინტერესების და ასე შემდეგ განათლების ხო ძალიან აგერ რამდენი კურსები უკვე არსებობს ხო კურსი კი არა რა ვიცი ხო პირველად რომ ჩამოვასხმევინო სად მიმეტანა ადგილი არ იყო ამისი ასე თქვა საქართველოში აქედან გამომდინარე აი ამ პერიოდში ეს პერიოდი ბოლო პერიოდი არის ძალიან მართლა ჩემთვის მაგალითად არა მარტო ჩემთვის მე ვთვლი რომ ქართულ ღვინოზე ერთ-ერთი ოქროს პერიოდი მაგრამ დღესდღეობით გვაქვს უფრო მეტი ვენახი ვიდრე ბაზარს ჭირდება არა მარტო საქართველოში მოდი ასე ვთქვათ ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს არის დარეგულირებადი ხო მაგალითად ჩვენ ვერ გააშენებ ვენახს ზოგიერთ რეგიონში არა ყველგან იმიტომ რომ გეუბნება იქაური ადგილობრივი რომ დღეს შენ ამით შექმნი წარმოებას და შესაბამისად ფასი დაეცემა ეს რთული იქნება ჩვენთან საქართველოში ამის კეთება მაგრამ ამის წახალისება თუნდაც სუბსიდირებით არის ძალიან დიდი პრობლემა იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინე ანუ არ არის საუბარი გლეხებზე მარტივად შეიძლება ამის განწყობა მაგალითად 2 ჰექტარზე ნაკლებს თუ ვინმეს აქვს შეიძლება ნებისმიერ თელ ცხოვრების განმავლობაში შეიძლება იბარო მისგან არ არის პრობლემა მაგრამ ადამიანები რომლებიც და ბიზნეს ჯგუფები რომელთაც აშენებენ 20 30 40 და 50 ჰექტარს სახელმწიფო სავალდებულებენ რომ იმან იყიდოს ეს სადავრი ბიზნესია ანუ ყველაზე საუკეთესო ბიზნესია მე თუ მკითხავ რომ არასდროს არ იფიქრებ იმაზე როგორ გაყიდო შენი პროდუქცია რომელიც თავს იკლავს მთელი ბიზნესი ხო
ნუ ალბათ ეს რეგულაციები, რომელზეც ახლა საუბარი იყო, მეც გეთახმები იმაში, რომ ნებისმიერი რეგულაცია საბოლოო ჯამში. მე და უფრო მეტიც, სინამდვილეში სახელმწიფო სადაც ჩაერია, იმან გამოიწვია ეს ჭარბწარმოება. ხო, ბოდიში, რომ რატო ვიძახდი ოქროს პერიოდი, მეთქი რომ ყველაზე ნაკლები რეგულაცია იყო 2007 წლის მერე ყველა რეგულაცია მოიხსნა. აბსოლუტურად თავისუფალი იყო და ერთ-ერთი ლიბერალური საკანონმდებლო ბაზა გახდა. ღვინის წარმოების მხრივ და ზუსტად ამან განავითარა. ამან გააჩინა ამდენიმე მარნები, ამან გააჩინა რეგიონებში, ასე ვთქვათ, პოპულარიზაცია ძველი ჯიშების აღდგენის და ამის. ამიტომაც იყო უფრო მეტი მაშინ როცა იყო რეგულაცია. ხო, ყველგან ეგრეა და კორუფციაც. შესაბამისად ამ რეგულაციის, ასე ვთქვათ, მე პირადად ნებისმიერ რეგულაციის წინააღმდეგი ვარ, თუმცა ამ მიმართებაში რაღაცნაირად რაოდენობრივად. როგორც მინიმუმ არ წახალისდეს ჭარბწარმოება და უხარისხო ყურძნის წარმოება, ხო, ზოგიერთ შემთხვევაში ეს დასეტყვილია, ზოგიერთ შემთხვევაში დაჭრაკულია, ზოგიერთ შემთხვევაში ჰიბრიდულია. აი, ახლა შეწარმოდგენ ესეთი უხარისხო ყურძნისგან დააყენო ღვინო და ამ ღვინით კონკურენცია გაუწია საზღვარგარეთ რომელიღაც იქ ადგილობრივ. თუნდაც იაფიან ჩილეს და არგენტინის ღვინოს. ჩემთვის ანუ აი ეგ ხო აბსოლუტურად გასაგებია რაც ამოთ, მაგრამ აი ძალიან აბუდისმის ხოლმე პრინციპში ეს პოლიტიკოსი ვერ გაბედავს მაგის თვალს ასე შემდეგ და ჩემთვის ეს ჩაბარების ამბავი ძალიან უცნაურია რა, აი რატო უნდა იბარებთ სახელმწიფო ჯერ სიტყვა როგორ ვერ ვიგებ ანუ სახელმწიფო რატო უნდა იყოს მეღვინე ანუ უნდა იყვნენ რა ვიცი კონკრეტული ინდივიდები ხო მოქალაქეები მემარნეები ასე შემდეგ ფერმერები სახელმწიფო არ უნდა იყოს არც პოპულიზმია და სინამდვილეში ნებს თავად მევენახესაც და ნებს მეგონეს ეხლა ეს რეგულაციები რაც საუბრობთ რაც შემოიტანეს არის სინამდვილეში ერთი ხელით შექმნეს პრობლემა და ეხლა ამ პრობლემის გადასაწყვეტად კიდე ახლა რეგულაციას ადგენენ მაგალითად პრობლემა შექმნეს იმით რომ ყველანაირ ყურძენს იბარებდნენ თუ ჰიბრიდული არ იყო მაგრამ ჰიბრიდულიც ეპარებოდათ ხო ესე ვთქვათ პერიოდულად და ეხლა მივხვდეთ რომ წელს როცა შაქარი ძალიან გაუჭირდა კახეთშიც იმიტომ რომ წელს ვერ დააგროვა შაქარი უცებ აღმოაჩინეს რომ 17 რო აქვს შაქარი ბრიქსით ის ყურძენი მიაქვთ ჩასაბარებლად და ეხლა რა ქნან ამისგან არც პირი გამოდის იმდენი რამდენიც მანამდე გამოდიოდა 22 და 23 რო ქონდა უხარისხო ყურძენია ღვინოთაც არ ვარგა და ეხლა ნუ გადაწყვეტეს რომ რაღაცის ქვევით შაქარი აღარ ჩაიბაროს როგორც ყურძენი ჰიბრიდულ ჯიშად გაუთანაბრონ ხო და ეს კი არ არის საჭირო საჭირო არის რომ შენ საერთოდ არ ჩაიბარო ყურძენი ხო და 17-იან შაქრიან ყურძენს ვერ გაყიდის ის დიდი მწარმოებელი რომელიც 25 ტონა მოყავს ჰექტარზე და მე გადაწყვეტს ბაზარი რომ სოფლიოში ჭარბია რომ უფრო ნაკლები ყურძენი იყოს ოღონდ უფრო ხარისხიანი ხო ანუ და ჩვენი ეხლა რომ შეხედო სოფლიო ბაზარს ღვინის წარმოების და იაგო და მეთანხმება ამაში რომ ამას წინ უყურებ ძალიან საინტერესო სტატისტიკებს რომ პერ კაპიტა ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა სოფლიოში პერ კაპიტა ერთ მოსახლეზე ღვინის წარმოება ლოგიკური ოღონდ ოცეულში ვარ ძალიან დაბლა ეხლა თავისთავად ხო თან ქვეყანა ვართ მაგრამ აი რო შეხედო სხვა ქვეყნებს ერთ ბოთლ ღვინოზე ღვინოსთან დაკავშირებული შემოსავალი რამდენია პირველ მეორე მესამე ადგილზე მყოფი ქვეყნების არის $70 და მეტი. მარტო ღვინოს კი არ ყიდის, ღვინოსთან ერთად ყიდის ტურიზმს. ღვინოსთან ერთად ყიდის ბევრ რაღაცას. გამოცდილებას, აი experience. ანუ ძალიან დაბალია ეს განსხვავება. როცა შეგიძლია მაღალხარისხიანი ღვინის წარმოებით, იმით რაც ვსაუბრობთ, ბუნებრივი ღვინით, ქვევრის ღვინით, რომელთაც სოფლიოში ამბერ ვაინს ხო, რაც ქარვისფერ ღვინოსაც ვეძახით, გაქვს, გზა გაკვლეული უკვე ბევრმა გაგიც, რომ ეს არ გააფუჭო. და ბევრი რამე ეს ფუჭდება იმით, რომ აი ეს ხდება, რაზეც ეხლა საუბრობთ. კარგი, ეხლა მოდი უკვე ღვინის მსმელებსაც შევეხოთ, ხო, იმიტომ რომ ღვინო მარტო მაგათ გარეშე რა აზრია ღვინის წარმოებას, ეხლა თუ არა მინდალია. რაც უნდა კარგი რამე გააკეთო, თუ ის მომხმარებელს არ მოსწონს, თუ ის მომხმარებელთან არ მიდის, თუ ის კულტურაში არ ჩდება, ის არის გამოუსადეგარი, ხო? ანუ ვერ გაყიდი რა და საქართველოში ბუნებრივი ღვინოს წარმოებლებს ახლა გულწრფელი რომ ვიყოთ ბევრი ინდუსტრიული ღვინის კარგი მწარმოებელიც მათ შორის სექტანტებს ეძახის ხოლმე გვესახის ეს უფრო სწორი იქნება იმით გომის გამო ორთოდოქსებს უფრო ალბათ ან პურისტებს პურიტანები ესე ხო თავარ არ გადაგვასა მე ისე თავისი წავიდნენ მეიფლავერ ჩვენ მეიფლავერ მე ხოც მაგას ვეთახმები რა სექტანტები ვართ ოღონდ სექტანტობა რა არის რაღაცა ადამიანების ჯგუფი რომელსაც რაღაცას სწამთ მაგრამ ჩვენ შემთხვევაში არ არის აქ რელიგიურ რაღაც სწამს ხო წამს და ჯერა და გვიყვარს ბუნებრიობა. ღვინის სიწმინდის. ხო, ანუ და კი ბატონო, ვიყოთ ასე ვთქვათ ამ ბუნების სიყვარულით, რაც უნდა ის დაგვარქვათ, ამიტომ მე არ ვეწინააღმდეგები მაგ ამბავს. კი, აი მე ესე ვიტყოდი, რომ
ეს კულტურა, ბუნებრივი ღვინის კულტურა ყოველდღიურად იზრდება. ჩემს სიუბილე უყურებ, ამას ამდენი ადამიანი ინტერესდება ბუნებრივი ღვინით და ხა სანამ აქ მოვიდოდი მაგის ერთი მაგალითი მე ვარ, რომელსაც შეხება არ ქონდა საერთოდ ღვინოსთან და მშვენიერი ერთი ადამიანი, რომელიც მიმოწერა მქონდა რაც ეს ღვინო გავს, ინჯეო ბუნებრივი ღვინო, იმას ვეღარ ვსვამო. ანუ ძალიან ბევრი ძალიან გაიგებ ამას, რომ მე არ ვიძახი, რომ ეს ღვინო ყველაზე კარგია ხოლმე. მე ვიძახი, რომ უნიკალური. ეთყობა, აბსოლუტურად ეთყობა. აი მე ხა არც სომელი არაფერი მსგავს საერთოდ შემიძლია, რაც აქვს ვისწავლი არის რაღაცა ძველი და ახალი ღვინოების გარჩევა, რაღაცა სურნელების და ასე არომატების, ხო? მაგრამ იმ ჩვეულებრივ ღვინოს და ამას შორის განსხვავებას ეგრევე ხედავ, შეუძლებელია ეგ ვერ დაინახო ჩემნაირი ადამიანისთვისაც კი. კი. ეგრესია. სოფლიოში უკვე გამოწევა, როცა მსმელებზე არის საუბარი რა. ანუ მსმელი რა არის? კულტურაა, ხო? ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირი კულტურა არის ამ მსმელებს. ჩვენთან იყო კულტურა, რომელიც ასე ვთქვათ, ამ განსხვავებულების ძალიან დიდი რაოდენობით ღვინის დალევის და ასე შემდეგ. და არსებობს ასე ვთქვათ, ჭიქაღვინის კულტურა კიდეც არკი. ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, საქართველოში ძალიან დასაჯერებელია ხოლმე, მაგალითად ის, რომ მაგალითად საფრანგეთში გაცილებთ უფრო მეტ ღვინოს სვამენ, ვიდრე საქართველოში, იმიტომ რომ აქ ყოველას ის მომენტი აქვს, რომ როგორ რანაირად გასვა. ხო, ჩვენთან ხო რაღაცა 1 ლიტრიან ყანწს რო დალევენ. იქ ხო არა სვამენ ეგრე. მაგრამ იქ გაცილებთ უფრო ხშირად სვამენ და კულტურის ნაწილია, ცხოვრების ნაწილია, ასე ვთქვათ. საფრანგეთში სადილი ჭიქაღვინის გარეშე, ანუ ვახშამი ჭიქაღვინის გარეშე სადილად და ვახშმად არ ითვლება. მაშინ როდესაც აქ შეიძლება რამდენიმე დღე გავიდეს და ეს არ მოხდეს, მაგრამ აქ მარტო кейფებს ესე. თუმცა განსაკუთრებით კოვიდის შემდეგ სოფლიოში სიტუაცია არის შეცვლილი და ყველაზე დიდი პრობლემა რაცაც არის, მაგალითად მოხმარება არის შემცირებული ღვინის. აი 2025-ის ტრენდიც ვნახე და მაღლა არის წასული მსუბუქი ნარკოტიკები, ესე რომ ვთქვათ, რაც ანაცვლებს მთლიანად ახალგაზრდებში, ახალ თაობებში, რაც ანაცვლებს ძლიერ ალკოჰოლებს, მათ შორის ღვინოსაც. ჩვენ ხო ისეთი კომუნა გქონდა, ასე ვთქვათ, სოფლებში ესეთი არსებობდა, რომ ჭირი და ლხინი რაღაცა სოფლის ჭირი და ლხინი იყო, ხო? ერთად იყო ქორწილით ყველათან ჩართული იყო და ჭირშიც ყველა ერთად იყო. რა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება. ძალიან. მე თუ მკითხავ, ასე ვთქვათ, აი კოვიდის შემდეგ და განსაკუთრებით ეხლა როდესაც ამდენს რაღაც შესაძლებლობა გაუჩნდა და ეს რესტორანში გადაინაცვლა, აი ეს კულტურის ნაწილი ურთიერთობის და თანადგომის ცოტა არ იყოს მოკვდა, რაც არ ვიცი. რამდენად ცოტა მე გული მტკივა ამაზე, იმიტომ რომ აი ეს რაღაცნაირად ადამიანური ურთიერთობები უფრო და უფრო ნაკლები ხდება. მაგრამ მე მახსოვს, ანუ რატომ მოვაყოლეს, რომ მე მახსოვს, როდესაც იქ ყველას თავის პროფესია ჰქონდა ხოლმე ამ დროს, ხო? ვიღაცა ბაზარში მიდიოდა, ვიღაცა ტყეში მიდიოდა. ხო, ვიღაცა თევზის მოტანა, ღვინის მოტანა, საკლავი, ის ყველაფერი და ღვინოზე იყო ესეთი თემა, რომ 2 ლიტრი უნდა გიანგარიშო კაცი. კი ბატონო. 9 ლიტრი აღარ ილევა დღეს. ჩვენთანაც კი. და დღესდღეობით სოფლიო ბაზარზე უკვე დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მოხმარება შეამცირა ინფლაციამ, გეოპოლიტიკურმა გარემომ და რაც ყველაზე მტკივნეულია დღესდღეობით მოხმარების თვალსაზრისით და დიდი შემადგენელი ნაწილია ის, რომ ახალგაზრდები აღარ ასვამენ ღვინოს. ანუ უბრალოდ ნაკლებად სვამენ. ხო, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა, სირბილი, დარბაზი. რა თქმა უნდა, ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ღვინოს ვაყენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ღვინოს ყიდით, ჩემი თავი ენაცვალოს უყოლას ვინც დარბაზში დადის და ვინც დარბის, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ ფაქტი ეს არის, რომ ღვინის მოხმარება მცირდება მსოფლიოში და შესაბამისად ეს აისახება, გინდა არ გინდა, შენობის წარმოებლობაზე. და აი როცა სმაზეა საუბარი, ჩვენ არასდროს არ ვიყავით განსაკუთრებით ვისაც ღვინო უყვარს, ვინც ღვინოს უყურებს, ასე ვთქვათ, აი უპრაგონოდ ღვინის დალევის ან რაღაცა განსაზღვრული რაოდენობის, მაგრამ ჩვენ ვართ ადამიანები, რომელსაც გვინდა, რომ ეს კულტურის შემადგენელი ნაწილად სულ იყოს ჩვენთვის. არა, იდენტობის ნაწილია, ჩვენი ერის იდენტობის ნაწილია ღვინის მოხმარება, ხო? მანდ კიდევ ის მაგრამ არის კიდე მანდ ხა რაც თქვა იაგომ და ალბათ დამეთანხმება.
ერთი მხრივ არის ზოგადად ღვინის მოხმარების შემცირება, მაგრამ ბუნებრივ ღვინოსთან მიმართებაში, ბიოსთან არა, ბუნებრივ ღვინოსთან მიმართებაში იყო მზარდი ბაზარი. თუმცა ბოლო წელს რაც ვნახე, გაჩერდა. ანუ ესე როგორ იყო, ჯერ იყო ესე იგი ინდუსტრიული ღვინო 70-იან წლების ბუმი, ახალი ქვეყნები, ეს იყო ამერიკა, ეს ცნობილი ამბებია ხო? მერე იყო ეს არგენტინა, ჩილე, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ანუ ახალი ქვეყნები. მერე წამოვიდა ბიოღვინოების ამბავი 80-იან წლების მიწურულიდან. 90-იანების მიწურულიდან იწყება ბუნებრივი ნატურალური ღვინის ამბავი. ზარდი ეს იყო, მაგრამ კლება არ შეინიშნება, მაგრამ გაჩერდა. აი გარე გაჩერდა. ხო, ამიტომ მაგრამ ჯერ ბუნებრივი ღვინის მოხმარება არ იკლებს, ესე შეგვიძლია ვთქვა. ხო, აი აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ეხლა როცა ბუნებრივ მეღვინეებზეა საუბარი, იმიტომ რომ ეხლა კაცმა არ იცის რომელ საუკუნეში, რომელ 1000 წლებში რა სირთულეები იყო ამ ღვინოსთან და ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ჩვენ ისეთ ადგილას ვართ გეოგრაფიულად სუმი იყო აქ, მაგრამ ეს ადამიანები ეხლა ამ გადასახედიდან რომ გადახედო, ვის შეიძლება ეცალოს ღვინის დაყენებისათვის, მაგრამ ქართული ადამიანის მუდმივად აყენებდა ამას, იმიტომ რომ იდენტობა, ცხოვრების შემადგენელი ნაწილი იყო ეს ყველაფერი. ამიტომ სულ ყველამ დაანებოს დალევას თავი, ჩვენ მაინც ალბათ გავაგზელებთ ამ ღვინის დაყენებას, მაგაზე არ არის უბრალოდ აქ მინდოდა მეთქვა, ასე ვთქვათ, იმ ტენდენციის შესახებ, რომელიც პერიოდულად იცვლება სულ სამყაროში. მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულ თავის ადგილს ისევ თუ არა იმ რაოდენობით, ისაც უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდი რაოდენობით იწარმოება დღეს უკვე სოფლიოში ღვინო. გაცილებით დიდი რაოდენობით, ვიდრე მას შეიძლება სჭირდებოდეს. ესაც ფაქტია. ამიტომ მე ფიქრობ, რომ ვინც გაძლებს ის მოიგებს და ჩვენ ნამდვილად გავძლებთ, იმიტომ რომ სულ არაფერი გაიყიდოს, ჩვენ მაინც დავაყენებთ ღვინოს. ხო, აი, მაგაზე მინდოდა მეთქვა, რომ საბოლოო ჯამში რა საჩვენს ეს ღვინის სტატისტიკა არის, რომ ღვინის დალევა ჯამში და ალკოჰოლის მცირდება, რაც ძალიან მომწონს. არ მინდა რომ ამთეს აწარმოებინოს ვამდენ ასე შემდეგ, რა ალკოჰოლი არ არის საბოლოო ჯამში დიდი ოდენობით და ასე შემდეგ ორგანიზმის და ადამიანისთვის კარგი. მაგრამ ამ შემცირებული ზოგადად ღვინის წარმოების ფარგლებში გაზრდილია ეს ნიშური ნაწილი ბუნებრივი ღვინოების, ხო? რაც იმას ნიშნავს, რომ და რაც უნდა იყოს პრინციპში ამას თუ უყურებს ვინმე ღვინით დაინტერესებული ადამიანი, რომ პირიქით უფრო მომგებიანი სტრატეგია შეიძლება იყოს, რომ არა დიდი ოდენობით აწარმოო, გინდა ვენახი ვაზი თუ ღვინო, რაც აღარ იბარებენ, აღარ ჩაიბარებენ, აღარ გაიყიდება იმდენად, არამედ წახვიდე და შეიძლება უფრო ნაკლები, მაგრამ უფრო ხარისხიანი ღვინო აწარმოო, იმიტომ რომ ეგ ხო, უფრო ძვირად, ერთი ძვირად გაყიდი და მეორე მაგაზე მოთხოვნა ისევ არის, ისევ მზარდია და ეგ უფრო გაიყიდება. ანუ ეკონომიკურადაც ეგ უფრო ლოგიკურია, გარდა იმ ყველაფრისა, რაც აქამდე ვილაპარაკეთ. ერთი დატვირთვა და მე მგონი ნელა შეგვიძლია დასასრულისკენაც წავიდეთ. ესე იგი, საქართველოში 525-მდე უნიკალური ვაჟი ჯიში არის აღწერილი. მაგრამ 20 მე მგონი ჯერ კიდევ ეძებთ, იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ ეს აღწერილი არის, ვიცით რომ არსებობდა ოღონდ თუ დარჩა. ხო, სადღაც იქნება. ხო. და ოღონდ აქ საინტერესო არის, რომ ყველა რეგიონს აქ თავისი საკუთარი ვაზი ჯიშები. აი ქართლი, სადაც იაგო ცხოვრობს და იმერეთი, საიდანაც მე ვარ, არის მოსაზღვრე რეგიონები. გაგიგია ქართლში იმეს ოქონდა ცოლიკოური. ო, სხვათა შორის აი მე ჩინური არ გამიგია მაგალითად იმერეთში, ან რა ვიცი, ზგორული მწვანე, თავკვერი. ან კიდევ ახლა ეს არ ჩამოთვალე ყველა 70-მდე ჯიშია თუ სწორად მახსოვს ქართლში რაოდენობაში ვწდები. აი გვერდიგვერდ სოფლები, გვერდიგვერდ რეგიონები და განსხვავებული. ესაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია რა. არსებობს ესე თქვა აი ეს დღესდღეობით მაგალითად ფრანგულ ჯიშებში შეხვდები სუღოლება. კი, რა თქმა უნდა. ნებისმიერ კონტინენტს. არ ვიცი ხლა კარგია თუ ცუდია, მაგრამ ნუ ასე ვთქვათ მათი არჩევანია, ვინც ამ ვენახებს აშენებს და აქინაღვინოს აყენებს. მაგრამ აი ჩვენ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია რა, რომ აი ეს მრავალფეროვნება, რაც გვაქვს ჩვენ და წარმოგვაჩენს როგორც ერთ-ერთ ღვინის ქვეყნად. თითოეული ჯიში არის რაღაცა მიმული რეგიონზე. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მაინც გამოწვეულია იმ 1000 წლეულობის განმავლობაში ხალხური სელექციის შედეგად. რომელიც და დამკვიდრდა, ხშირ შემთხვევაში მეკითხებიან ხოლმე ჟურნალისტები განსაკუთრებით, რატო ერჩი ჩინური.
არა მირჩევია. ისტორიამ და ბუნება ანუ მე მანამ დავიბადებდი, მანამდე გქონდათ ასე თქვა ჩვენებს ეს ჩინური და შესაბამისად მხოლოდ გავაგრძელე, ხო? და ალბათ ესე იყო წინათაობა, როდესაც დაიბადა რა, მათთვისაც ის დახვდათ ასე თქვა რა. ისე როგორც იმერეთში ხდება ციცკაცოლი გაურია და ისე როგორც გურიაში ჯანდასხილეთობანი ან ჭყავერი ხდებათ, ხო? და კახეთში ხო აღარ არის საუბარი. ამიტომ აი ესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამდენი ესაც ბუნებრივი შერჩევი განა და რა შეიძლება სხვადასხვა ჯიში სხვა რეგიონში ქართლის საქართველოში და არსებობს კიდევაც უკვე ამის მაგალითები არა გაიხარებს კიდევაც მოისხავს კიდევაც ხო მაგრამ აი ეს ასე ვთქვათ მაინც ტერუარი რასაც ვეძახი და ადგილწარმოშობა ყოველ შემთხვევაში და აპელასიონი რასაც ფრანგები ეძახიან ძალიან მნიშვნელოვანია თავისებური არა ჯიში რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ დღესდღეობით მაინც ერთ და იგივე ჯიშის ვაზის ჯიშის ლეჩხუმში ცოლიკოური იმერეთში იგივე ჯიში და იმერეთის ზემო იმერეთში იგივე ჯიში აი ბაზალეთურ ცოლიკოურს რასაც ვეძახი წვალი ცოლიკოურს სხვაგან და სამივეგან დაგედა სხვადასხვა ღვინოს იღებს და საფრანგეთში ესეა რა ერთ და იგივე ჯიში შეიძლება ზოგიერთეს ზოგან რაღაცა X ფასი და შეიძლება ზოგან ყიდეს 10 ჯერ უფრო ძვირი მხოლოდ და მხოლოდ ადგილის გამო. ტერუარის გამო. ტერუარი რომელიც აერთიანებს მიწას, გარემოს, ჰავას, ტენიანობას, ისტორიას, ყველაფერს აერთიანებს. და ბოლო კითხვა, მე მგონი დღეს და ამით დავასრულოთ ჩვენი საუბარი. მანამდე სანამ ამ კითხვას დავსვა მეტყვი რომ ეს ჩინურთან დაკავშირებით. აუ, ჩინელებთან რო არის კავშირში ხო? ჩინელებთან არ ჩინებულთან არ არის იდეაში. მე ჩინებული ვიცი. ერთთან არის კავშირში. ჩინი იყო ძველად ზეთისხილის ფოთლის ფერი, ხო, ხოცერად ვამბობ. და აქედან ეს მარცვლის ფერი ძალიან. მე ჩინებულის ვერსია ვიცოდი. ხო, აი ეს არის რაც თქვით, ხო. მე მაქვს ერთი ისტორია მასთან დაკავშირებით, მანამ გიორგი დასოსკიმ კითხოს. წლების წინ, როცა ძალიან ცოტა იყო ასე ვთქვათ ქართლის ღვინოები ბაზარზე და ასე შემდეგ ერთ გამოფენაზე ქართლის მარანი იყო წარმოდგენილი პირველად მაშინ და ვიფიქრე მივალ და ჩინურს გავსინჯო მეთქი და მივედი და ძალიან მომხიბვლელი პრომო გოგოები უდგათ ამ დახლთან და ჩემი ჭიქით მივედი და თუ შეიძლება ჩინური დამისხით მეთქი რა და ჩვენ მარტო ქართულები გვაქვს. ხო, არა უშავს, ყველას მოგვცლია რაღაც ეგეთები. მე მაგალითად გორული მწვანე რო პირველად გავსინჯე, ეტიკეტზე წავკითხო რომ გურული მწვანე და გურული ჩავთვალე და მეთქი ვაგურიაში წონია, მწვანეთ კოკახური ვიცოდი და ეხა გურული გავკი. არა უშავს. ეგ ყველას წავლობს ეგრე რაღაცებს. ეხა ახალი წლები მოდის, შობა მოდის. წინ დღესასწაულები გვაქვს და იაგოს რეკომენდაციები რა იქნება? სამი ტიპის ღვინო, სახელს არ გეტყვი ახლა და მარანი დაასახელი ამას არ კარგებ, მაგრამ აი სამი ტიპის ღვინო, შესავლისთვის, საკეიფოთ და ნაბახუსებს. რთული ამბავია, ახლა ძალიან ეს არ შეიძლება იყოს რეცეპტი, იმიტომ რომ ყველა გემოვნებაზე ნამდვილად არ მიყვარს დავა. თუმცა, როცა ბუნებრივ და მე მხოლოდ ბუნებრივ ღვინოზე შემიძლია ვისაუბრო, ბუნებრივმა ღვინომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი როლი შეასრულა თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის ჩამოყალიბებაში საქართველოში. თუნდაც ფესტივალები რო ავიღოთ, ხო, პირველი ფესტივალი 2010 წელს, თუნდაც პირველი ღვინის ბარი რო ავიღოთ თბილისში. თუნდაც პირველი ცქრიალა პეტნატის დაყენება. მე მახსოვს პირველად 2011 წელი იყო საფრანგეთში რო ვიყავით და ჩვენმა მეგობარმა ტიერი ბუზელამ რაღაცა უცნაური მოძრაობით რო გახსნა და ლექიდან მოაცილა ეს ღვინო. ყველამ ერთმანეთს გადავხედით ქართულები ეს რა ქნა ამან და მე ვკითხეთ რა არისო და მაგია. მაგია, აი ზუსტად და ეს მაგია ჩამოვიტანეთ მე საქართველოში 2012-ში თუ 13-ში დავაყენეთ სამამარამ და სულ ყველას დაგვისკდა ეს ბოთლები ასე ვთქვათ შეცდომების გამო. 200 ბოთლი გამისკდა პირველ 200-ივე გამისკდა. თუმცა დღეს სხვა სიტუაციაა ძალიან ბევრ კარგ და ცქრიალა ღვინოს შეხვდები რომელიც ახალ წელს უხდება. აჰა. ანუ ბუნებრივი ცქრიალა პეტნატს რასაც ვეძახით, ძალიან დიდი არჩევანია და მე ვფიქრობ, რომ 12 საათზე ამის ასე ვთქვათ ხმაც, ემოციაც, ასე ვთქვათ ის გარემოც ძალიან უხდება ახალ წელს და მაგით ასე ვთქვათ გახსნა და დაწყება ალბათ ყველას ჯობია. ჩემთვის მიუხედავად იმისა, რომ ქართლში ვარ და ყველაფერს მირჩევნია,
მე მაგალითად იმერეს პატარა საფრანგეთს ვეძახი იმ სტილისგან, იმ ნიადაგიდან, იმიდან გამომდინარე, რაც შეიძლება იქ იყოს, ამიტომ მე მაინც იმერული ღვინით გაგრძელებას მივემხრობოდი. მივემხრობოდი ყოველ შემთხვევაში დასაწყისში მაინც სუფრაზე. კახური შემდეგი არის უკვე, კახური წესით, ანუ კანთან კონტაქტით. მე არ მინდა ხოლმე რომელი რეგიონი გამოყო, მაგრამ სტილებზე საუბრო. იმერეთი აკითხვით, გიორგი უკვე ბედნიერია, ასე რომ აღარ არის. ხო, იმიტომ რომ ცოტა ეს ხორცი და რაღაცა ცოტა უფრო მოგვიანებით შემოდის, რომელიც უნდა ასე ვთქვათ, აი ჭირდება ეს ასე ვთქვათ ეს სხეულიანი ღვინოები, რომელიც ამ ტრადიციული წესით არის დაყენებული არა მარტო კახულები, ხო? არაჩვეულებრივი საშუალება გვაქვს დამთავრების, რომლის კულტურა ჯერ კიდევ მაინც ისეთი არ არის, როგორც მაგალითად ევროპაში არის. აი ყველაზე ძვირადღირებული და კარგი მაგალითად კონიაკებს, მაგრამ როდის ხმარობენ, ხო? ბოლოს ამთავრებენ ერთი ჭიქით, ხო? ჩვენ ეს ჭაჭა გვიყვარს ხოლმე დასაწყისში, ასე ვთქვათ, მაგრამ აი მის დამთავრება გაცილებით სხვა ეფექტია და აი რაღაც ასე ვთქვათ სოფელში და ჩემ მეგობრებშიც რომელსაც ეს გვიცდია, მათ თავიდან აღმოუჩინეთ მისი მნიშვნელობა, რამდენად მნიშვნელოვანია, ხო? და მძიმე და გრძელი და ბევრი საჭმლის და ღვინის შემდეგ ამით დამთავრება მე ფიქრობ, რომ ძალიან ახალ აღმოჩენას მისცემს ყველას. მრავალ ახალ წელს ჩვენ ქვეყანას ბევრი კარგი ღვინო, ბევრი კარგი ამინდი, შვიდობა, მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, რაღაცნაირად თავისუფლებასთან ერთად მონოპოლია გახდა შვიდობის, რომ ვიღაცას შეიძლება ამის თქმა და ვიღაცას აქვს უფლება ამის თქმა და ვიღაცას არა, მე ფიქრობ, რომ შვიდობა და თავისუფლება არის ის, რომ თავისუფლებას მოაქვს, რომ არა თავისუფლება ჩვენ ეს თავისუფალი ღვინო და ბუნებრივი ღვინო არ გვექნება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ქვეყანა პოსტსაბჭოთა, სადაც დღესდღეობით არ არის ესეთი ღვინო. და ძალიან ბევრი არაპოსტსაბჭოთა ქვეყანა, სადაც არ არის თავისუფლება და არ არის ესეთი ღვინო. ჩვენ ვსაუბრობთ ირანზე. ირანში რო იყოს თავისუფლება, იქნებოდა ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო. კი. ტრადიციაც გვაქვს პრინციპში რამხელად. ამიტომ თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და განპირობებული ყველაფრის. და დავამატებდი მრავალფეროვნებასაც, რა კი ბუნებრივ ღვინოსაც ეს ყველაფერი უკავშირდება. მადლობა იაგო ძალიან დიდი. მადლობა. მოკლედ როგორც თავში გითხარი, როგორც კი მორჩება ჩვენი პოდკასტის ჩაწერა, მე გამოგიგზავნი სასაჩუქრე ბარათს, რომელიც ონლაინ არის შესაძლებელი 525 ვაინიდან გაუგზავნო ნებისმიერ ადამიანს და ერთ წუთში მასთან საჩუქრად არის იმეილზე, რომელთაც მე უკვე თავად შეუძლია შეარჩიოს ღვინო და სასურველი ღვინო საკუთარ მისამართზე მიუვა. მადლობა შერმას მარანს, საინტერესო თავკვერი იყო ჩემთვისაც. ზოგადად თავკვერს ბევრი არა წარმოებს, ესე ვთქვათ, მით უმეტეს ბუნებრივ მეღვინეებში, სულ რაღაც 4 მარანი მახსენდება, ვისაც აქვს. გიორგი რევაზიშვილი ერთ-ერთი დავლიეთ, რომელიც აქ იყო, ერთ-ერთი მათგანია. და იმას ვისურვებდი, რომ გაისათ, ისევ ერთი წელი რო გავა და აქ შევიკრიბებით. უკვე არა პრობლემების დაძლევაზე გვესაუბროს, არამედ გვესაუბროს განვითარების რეფორმებზე, ესე ვთქვათ, ეს უფრო კარგი იქნებოდა. მოგეთ რა ახალ წელს კიდევ ერთხელ.